პირველ რიგში მოგესალმებით და მოდიშით რომ ნავაგვიანებთ დაწყებას, ამაში ჩემი წვლილიც არის. თუმცა ამ ესე იგი მოდიშის მოდიდა რომ გადავიდეთ უშუალოდ სამუშაოზე და თემაზე, რომელსაც დღეს ჩვენი მოხსენებელი პროფესორი ზალან რომიაშვილი წარმოგვიდგენს. უნდა შევნიშნოთ რამდენიმე ფაქტორი, მე ვისაუბრებ რამდენიმე წუთით, რამდენიმე შენიშვნით შემოვიფარგლები და წინასწარ არ გავუსწრებთ სადია მოვლენებს, მოხსენებელი თავად ცლად და ბევრად უფრო ამოწურავად ისაუბრებს იმ თემებზე, რომელსაც მე გაკვირით უბრალოდ მოვხაზავ, ხო, ან შევეცდები რომ მოვხაზო. ზოგადად რომ ვთქვათ, ლექცია შეეხება იმპერიის რეპრეზენტაციას ძირითადად ქართულ ლიტერატურაში, ამ ესე იგი იმპერიის ისტორიულ რეპრეზენტაციას, ანუ რეპრეზენტაციას, რომელიც ისტორიული მსვლელობის მანძილზე ხდებოდა ესე იგი ცენტრიდან პერიფერიაში, თუ როგორ ირეკლებოდა პერიფერიულ ლიტერატურაში ცენტრიდან წამოსული ლიტერატურული ტრენდები, ამ შემთხვევაში ესე იგი შეგვიძლია შემოვიფარგლოთ, უბრალოდ შეგვიძლია გავშალოთ აი ლიტერატურული ტრენდების მთელი სპექტრი და დავიწყოთ რომანტიზმით და გავაგრძელოთ თქვათ სიმბოლიზმით და დავამთავროთ თუნდაც 20-იანი წლების ქართული ავანგარდით. ხო, მაგრამ ჩვენ ამ ტრენდებს ნაკლებად შევეხებით. მოხსენებელი თავად ისაუბრებს მე-20 საუკუნის პოპულარულ, მეტნაკლებად პოპულარულ ქართულ ლიტერატურაში რეპრეზენტირებულ იმპერიულ ცნობიერებაზე ან იმპერიის მხრიდან წამოსული ლიტერატურული იმპულსების პერიფერიულ არეკლაზე. მე ამით დავასრულებ და სიტყვას გადავცემ სიამოვნებით ჩვენს მოხსენებელს, პროფესორ ზალან რონიკაშვილს. სასიამოვნო ლექციას გისურვებ და გვირდებით რომ ეს იქნება სასიამოვნო მოსასმენი, ამიტომ დანარჩენი მივანდოთ თავად მოხსენებელს. დიდი მადლობა სოსო წარდგენისთვის და შესავლისთვის ამ პატარა მოხსენებაში. როგორც სოსო მიგონებთ ზალან რონიკაშვილი პარიდიას უნივერსიტეტის თანამშრომელი და ასევე მუშაობ ბერლინის ლიტერატურის და კულტურის ცენტრში. და დღეს ვილაპარაკებ, როგორც სოსომ უკვე თქვა, რუსეთის შესახებ წარმოდგენებზე ქართულ ლიტერატურაში და კინოში უფრო სწორად, ძირითადად მაინც ლიტერატურაზე იქნება ლაპარაკი. რატო დავინტერესდი ამ თემით? პრინციპში რუსეთის რუსულ ლიტერატურაში საქართველოს შესახებ, კავკასიის შესახებ და საქართველოს შესახებ, როგორც კავკასიის ნაწილის შესახებ მითოსი არის ძალიან დიდი, ხო? უზარმაზარი ლიტერატურა რუსული დაწყებული, თქვა შუკოვსკიდან, პუშკინის, ლერმონტოვის, ბესტუჟევ, მარნინსკის, ტოლსტოის, პასტერნაკის, ბიტოვის, პასტერნაკის გავლით, ასე ვთქვათ, ახმედულინა ევტუშენკოს გავლით ბიტოვამდე აი ამ მითოს წერს, ასე ვთქვათ, აგრძელებს ერთი და იგივე მითოსის წერას და აი საქართველოს აი ამ რუსულ წარმოდგენებში საქართველოს წარმოდგენილია როგორც ესეთი ამბივალენტური, თავიდან უცხო, მაგრამ ამბივალენტური ტერიტორია, რომელიც ერთდროულად შეიძლება იყოს სამოთხეთ, შეიძლება იყოს ჯოჯოხეთით, შეიძლება იყოს სიკვდილის ადგილიც, მაგრამ ასევე ადგომის ადგილიც არა, ეს არის ერთი ნაწილი აი ამ რაღაც რუსული მითოსისა საქართველოს შესახებ და მეორე ნაწილი ასევე ძალიან საინტერესო არის ეროტიკული. შეიძლება ითქვას საქართველოს წარმოდგენილია როგორც ქალი, რომელიც ასე ვთქვათ, ქორწინდება რუს კაცზე, არის ესეთი ოდოევსკის გვიანდელი რომანტიკოსის ლექსი საქართველოს ქორწილი რუსეთის სამეფოსთან, და ხანდახან ეს ქორწილი სულაც არ არის ქორწილი, არის გაუპატიურებაც, არის ძალადობაც და ხო, მოკლედ ეს ქალი საქართველოს როგორც ასე ვთქვათ, ქალი, მაგრამ ეს ქალი, რომელიც ასევე არ არის მარტო ასე ვთქვათ, მორჩილი, არამედ საშიში ქალია, ხო? იმიწევს გიბელ რასიან ნავონის წიწილნახ გოზიან, ხო? და მიუხედავად ამისა, რომ ეს რუსული ასე ვთქვათ, მითოსი საქართველოს შესახებ არის ძალიან კარგად შესწავლილი, არა? ამ ბევრი წიგნია დაწერილი, მათ შორის
მინდა ვახსენო ორი სუზან ლეიტონის წიგნი, რუსული ლიტერატურა, რუსული იმპერია და ასე ვთქვათ ლიტერატურა, კავკასიის შესახებ ლიტერატურაზეა ძირითადად ლაპარაკი და ჰარშალამის იმპერიული imperial sublime ასე ვქვია, ხო, იმპერიული ამაღლებული, ასე ვთქვათ, თან მნიშვნელოვანი გამოკვლევებია ასე ვთქვათ ამ ქართული მითოსის შესახებ, ხო? მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ჩვენ ძალიან ცოტა რამე ვიცით იმის შესახებ, თუ როგორ წარმოედგინათ ან როგორ წარმოუდგენიათ ქართველებს რუსეთის ტერიტორია, როგორ არის, ანუ არის თუ არა თქვა რაღაც ანალოგიური მითოსი ან არის თუ არა რაიმე საერთოდ რამე სიუჟეტს უკავშირდება თუ არა ან რამე მითოსს უკავშირდება თუ არა ჩვენთან თქვა სიტყვაზე რუსეთის შესახებ წარმოდგენები, ხო? და როდესაც დავიწყე ამ თემაზე ფიქრი ვთქვათ, ასე ვთქვათ, ჩემი იმპულსი არ იყო ეს, იმიტომ რომ ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო ის, რომ აღმოჩნდა, რომ მაინც საკმაოდ ბევრი არის, არა, ერთ-ერთმა გერმანულ ჟურნალმა მხოლოდ რომ დამეწერა ამის შესახებ სტატია, აღმოჩნდა, რომ ასე ვთქვათ, აი ესეთი ქართული ნარატივი შეიძლება ითქვას, ქართული სიუჟეტი რუსეთის შესახებ არსებობს და ეს სიუჟეტი განიცდის იცვლება დროთა განმავლობაში და იცვლება საკმაოდ ასე ვთქვათ რადიკალურად. ხო და ამ ცვლილების შესახებ მინდა რომ დღეს ვილაპარაკო 6 ავტორის მაგალითზე, პირველ ავტორს თქვენ ხედავთ, ეს გახლავთ დავით გურამიშვილი, შემდეგ მას მოყვება გრიგოლ ორბელიანი, ილია ჭავჭავაძე, შემდეგ უკვე გადავდივართ მე-20 საუკუნეში, მიხეილ ჯავახიშვილი იქნება, მიხეილ ჯავახიშვილს მოყვებიან თქო გიორგი დანელია და რეზო გაბრიაძე, ცნობილი ფილმი მიმინო და ბოლოს ფარდება ოთარ ჭილაძე. ხო და ნუ აი ვთქვათ აი ამ ცვლილებაზე როგორ ტრიალდება და როგორ იცვლება ეს რუსული, ასე ვთქვათ, რუსეთის კულტურული სემანტიკა ქართული, აი ამაზე ვილაპარაკებ დღეს, ხო? დავიწყოთ დავით გურამიშვილით. დავით გურამიშვილი, როგორც მოგეხსენებათ, ასე ვთქვათ, ნებაყოფლობით არ მოხვედრილა რუსეთში, ის რუსეთში მოხვდა მას შემდეგ, რაც ის მოიტაცეს ლეგებმა თავისუფლურ სოფელ ლამისყანაში, ხო? დავითიანი, რომელიც შეიქმნა, რომელსაც გურამიშვილი წერდა წლების განმავლობაში, არა, ეს არ ყოფილა რაღაცა ეს უცბად დაწერილი ტექსტი, ეს იყო ტექსტი, რომელიც იწერებოდა წლების განმავლობაში და გურამიშვილი, რომელიც უშვილოდ გარდაიცვალა და ძალიან განიცდიდა ამ თავის უშვილობას, ასე ვთქვათ, ეს არის მისი ლიტერატურული ანდერძი, ხო, ფაქტობრივად დავითიანი არის მისი შვილი. ეს არის ის მემკვიდრეობა, რომელსაც გურამიშვილი, ასე ვთქვათ, ჩვენ შთამომავლებს, ფაქტობრივად კითხველებს გადასცემს. წიგნი არის 4 ნაწილიანი და სრულად არ არის შემთხვევითი, რომ ასე ვთქვათ, მის ლიტერატურულ ავტობიოგრაფიას გურამიშვილი წინ წამოძვარებს საქართველოს ისტორიის აღწერას, არა, მისი ბიოგრაფია პირდაპირ გამომდინარეობს საქართველოს ისტორიიდან და საქართველოს ამ პერიოდის ისტორია, ეხლა ეს უჩემოთაც გადასარევად იცით, არ არის მაინც და მაინც მსუბუქი, არა, ანუ ეს პერიოდია, როდესაც თქვათ აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ დასავლეთ საქართველოს გაყოფილი აქვს ოსმალეთს და სპარსებს, ოსმალეთი ძლიერდება იმ პერიოდში და საქართველოს ტახტზე უკვე თითქმის გურამიშვილის დროს უკვე 70-80 წელია გამუსულმანებული ბაგრატიონების ხედან და მოკლედ არანაირი კაცი არაფერი არ ხდება, გარდა ასე ვთქვათ ვახტანგ მეექვსის, რომელიც გურამიშვილისთვის ძალიან დიდი გმირია მოღვაწეობისა, მაგრამ ასე ვთქვათ პოლიტიკური ინტრიგების შესაძლებლად მასაც უწევს საქართველოს დატოვება და ის მიდის რუსეთში გურამიშვილამდე ცოტა ხნით ადრე, ხო? აი ეს არის დაახლოებით ის ერთ-ერთი სკოლაში, ვისაც გაუვლია გურამიშვილი, ახლა იმას საზოპიროები უსწავლია, როგორც ჩემ თაობას ჩვეოდა, ახსოვს არა რაღაცები, რომ ახალების აღმახნული ქართლება აღმაფარცხეს და ასე შემდეგ. და ერთ-ერთი რასაც ძალიან განიცდის გურამიშვილი, ეს არის სწორედ ეს შინა ერთმანეთთან ბრძოლა ქართველებისა. და მოკლედ გურამიშვილი მოიტაცეს ლამისყანადან ლეკებმა და აი აქედან იწყება მისი ეს პოეტური ეპოპეა, მოგზაურობა უცხო ქვეყანაში, რომელიც მისთვის არის საერთოდ ქართველებს ზოგადად მოგზაურობა, როგორც აღმოჩნდა, არ უყვართ, იმიტომ რომ აი მთელ ამ ტექსტებში ერთ-ერთი კონსტანტა არის ის, რომ რა გაქია სახში და რაც უდია მოგზაურობა, რა გრიგოლ ორბელიანთან შევხვდებით ამას და ნუ აი ეს ისიც რომ გურამიშვილიც თავისით ალბათ არასდროს არ დაადგებოდა ამ რაღაც უცხო ქვეყნისკენ მიმავალ გზას
და დაადგა სრულად შემთხვევით. ხო და როდესაც გურამიშვილი უკვე მოხდება ლეკებთან რა, ლეკებს ის არ აღწევს ფაქტიურად, არანაირი რაღაც კონკრეტული აღწერა ან ტრებისა მას არ დაუტოვებია. ერთადერთი რაც ჩვენ ვიცით არის ის, რომ ასე ვთქვათ, ის აი ამ ადგილს, სადაც ის იმყოფება, ჩრდილოეთ კავკასიას უწოდებს ურჯულო ქვეყანას, ხო? ანუ ხედავთ, რომ მისთვის გეოგრაფია, ისევე როგორც ვთქვათ, შუა საუკუნეების თვის დამახასიათებელი იყო, გეოგრაფია არის კონფესიური, ხო? ან გეოგრაფიაში არსებობს, ასე ვთქვათ, არა რაღაცა ის ქვეყანა და ეს ქვეყანა, არამედ ასე ვთქვათ, პოლიტიკური გეოგრაფია არის რელიგიური, ხო? არის ურჯულოების ქვეყანა და ქრისტიანების ქვეყანა, ხო? და ნუ აი ეს ჩვენი დავითი მოხდა ამ ურჯულოების ქვეყანაში. და ამ ურჯულოების ქვეყანაში დავითიანი მთლიანად ზოგადად ძალიან რელიგიურად დატვირთული ტექსტია, ხო? ძალიან საინტერესო ეს არ არის ასე ვთქვათ რაღაცა ტრივიალური რელიგიურობა, გურამიშვილის რელიგიურობა მისტიკურია თავისთავად ეს კიდე ცალკე სალაპარაკო თემაა, მაგრამ აი აქ რასაც ხედავთ ახლა, ხო? ეს არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ გურამიშვილი ასე ვთქვათ თავის ამ მდგომარეობას აღიქვავს ასე ვთქვათ კლიმატურ რელიგიურ კატეგორიებში. ანუ ის ლაპარაკობს, რომ ის არის ასე ვთქვათ სიბნელეში, სინამდვილეში ცივა, მზეს არის მოკლებული და ასე შემდეგ. ხო, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ უნდა გავიგოთ როგორც რაღაცა დიდი კლიმატური განსხვავება სამხრეთ ასე ვთქვათ ჩვენს ამიერკავკასიას და იმიერკავკასიას შორის, არამედ აი ეს არის ასე ვთქვათ აი ეს რაღაცა კლიმატური მისი აღწერილობა პირდაპირ არის რელიგიურად კონოტირებული. ხო, ანუ ის რო არის მზეს მოკლებული, ეს ნიშნავს, რომ ის არის ასე ვთქვათ მოკლებული აი რაღაცა რელიგიურ მზეს და ეგ ამ ციტატაში პირდაპირ ხედავთ, ხო? ანუ ვთქვათ, მისთვის მზე არის ქრისტეს სახე, მზეთა მზე არის მამა ღმერთი და ანუ მზეს რომელიც ასე ვთქვათ, ასტრონომიული სხეულია, ეძახის თინათიც. ხო? და აი ეს არის ძალიან საინტერესო მიმართვები მერე, ხო? მზევსი შორითა შენითავთ, კი გულზე გნესით ხშენითა, ყინვამ კლავს და მარჩობს ბუქი. გამმატვე მომფინე შუქი, ხო? და ეს გათხოვა სინამდვილეში და შუქის მოფენა არის ასე ვთქვათ პირდაპირ რელიგიურად დატვირთულია რა. გეჯები მზეო ღირს ხო ეს წყალობა შენმე იყო მიხილემი ბრმასა თვალი მაცნობეს სულად გზა და კვალი, ხო? და ეს გზა და კვალი რომელსაც აჩვენებს მზე, ეს არის ასე ვთქვათ გზა, რომელსაც გურამიშვილი მერე გაივლის ტყვეობიდან, როდესაც გაიპარება, გაივლის ტყვეობიდან და უნდა მოძებნოს ასე ვთქვათ რაღაცა ახალი ტერიტორია, ხო? მაგრამ სინამდვილეში ასე ვთქვათ, აი ეს მისი მიმართვა მზისადმი, ხო? და ეს რაღაცა კლიმატურ რელიგიური აღქმა რა გამეორდება მერეც და მისთვის ასე ვთქვათ სამშობლო რომელსაც ის არის მოწყვეტილი, კონოტირებულია მზესთან, სითბოსთან და ამითი აი ეს სამშობლო ითვირთება ასე ვთქვათ სრულად რელიგიური კატეგორიებით სამშობლო ხდება ასე ვთქვათ ასევე ზეციური სამშობლოს, ანუ სამოთხის სინონიმი და ეს არის ასე ვთქვათ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სემანტიკური დატვირთვა, რომელიც შეიძლება შეიძინოს ასე ვთქვათ მშობლიურმა ტერიტორიამ. ხო, გურამიშვილამდე სამშობლოს ასეთი ემფათიზაცია ჩვენ პრაქტიკულად ქართულ ლიტერატურაში არ აქვს და ვნახავთ, რომ ეს მერე კიდევ უფრო გაძლიერდება. ტყვეობიდან ეს ძალიან დრამატული აღწერა აქვს ამ იმისი, თუ გახსოვთ და ეს ტექსტი, გურამიშვილის ტექსტი მე გადავიკითხე ძალიან გაცილებით უფრო დიდი სიამოვნებით გადავიკითხე ვიდრე თავის დროზე ვკითხულობდი სრულად სხვა თვალით და თქვენც გიჩვენებთ რომ გადაიკითხოთ თან დრამატულია, თან ძალიან სასაცილოა ეს ისტორია, ხო, როდესაც იპარება, სადღაც გაივლის და რაღაცა დღეში 12 დღის განმავლობაში დადის და რაღაცა დროს საშინლად მოშიებული იპოვის რაღაცა 2 კიტრს და ერთ გამხმარ საზამთროს მიდის წყალზე გასარეცხად და ეს კიტრი და საზამთრო ეყრება წყალში და მე ღმერთს ეჩხუბებო რომ ღმერთო თუ მომეცი ეს კიტრი ეხა რატომ მართმევდიო და მე ასე ვთქვათ მოინანიებს რომ და მაინც ისეც ყველაფერი შენი მოცემულია და ამის შემდეგ მაგრამ ეს არ არის ამჯერად ჩვენთვის საინტერესო ჩვენთვის უფრო საინტერესოა ის რომ ასე ვთქვათ კონფესიურად ანუ როგორ ხდება საზღვარზე გაუჯულოთ ქვეყნიდან სხვა ქვეყანაში გადასვლა ხო რაც შეისმინა უფალმან ხმა მედრებისა ჩემისა და აღონებულსა მომაგნო ჟამი ნუგეშის ცემისა მომაგო ჟამი ნუგეშის ცემისა ხმას ამღერალთა მასმინა არათუ ზართ და ცემისა საყდარს დარეკეს გამოხდა ზრიალი ზართა ცემის ან კონფესიური საზღვარი
ურჯულოს ქვეყნის და ასე ვთქვათ, საქრისტიანო ქვეყნის აკუსტიკურია, ეს არის ზარი, ხო? ანუ იქ სადაც ისმის ზარის ხმა, საეკლესიო ზარის ხმა, ეს არის ასე ვთქვათ, ეს ახალი ტერიტორია, ხო? ანუ ჩვენ ვხედავთ, რომ გეოგრაფია რუსეთში მისი გადასვლა და მე ნელ-ნელა გაარკვევს, რომ ასე ვთქვათ, მოხდა რუსეთში, ხო? იმიტომ რომ რუსულად ლაპარაკობენ და რაც ხლებ სიტყვა ნაცნობად მოეჩვენება. რუსეთი და საქართველო პრინციპში არის ამ შემთხვევაში ჯერჯერობით ერთი ტერიტორია, ეს არის ერთი საქრისტიანოს ნაწილი, ხო? და მას უპირისპირდება, ასე ვთქვათ, მუსულმანური ან არაქრისტიანული ქვეყნა. და ნახავთ ახლა გურამიშვილთან როგორ იცვლება ეს აღქმა ცოტა ხნის შემდეგ, ხო? გურამიშვილი გადადის მერე მიდის ასე ვთქვათ ვახტანგ მეექვსის კარზე, სადაც მას ჯაბადარბაშობას უწყალობებენ, ანუ ასე ვთქვათ ჯაბადარბაში ეს არის თოფ იარაღის გამგე, ხო? და ნუ მოკლედ გურამიშვილი იქ რაც ძალიან საინტერესოა პოულობს ახალ სამშობლოს. ანუ როდესაც მოხდება ვახტანგ მეექვსის კარზე, ეს ასე ვთქვათ სრულად არ აღიქავს იმას, რომ ის რაღაცა სხვა ქვეყანაში იმყოფება, იმიტომ რომ ესეც ძალიან ტიპიურია შუა საუკუნეების ასე ვთქვათ პოლიტიკური გეოგრაფიისთვის, სადაც იმყოფება მეფე, იქ არის ასე ვთქვათ პოლიტიკური სამშობლო. ხო, ანუ მეფის კარზე ადამიანი, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს, კიდევ რუსეთში და კიდევ ვთქვათ ჩინეთში, ის მაინც არის თავის პოლიტიკურ სამშობლოში, რა და აქვს ასე ვთქვათ კონკრეტული ფუნქცია ამ შემთხვევაში ჯაბადარბაში და ხედავთ ხო, რომ გურამიშვილი ამ დროს კარგად არის, კარგი ტიხვის აღდგომასა მეფესთან. მეფეთაგან მეჯლისობა, ზმა შაირი გალობანი, ჩანგთაკვრა, მღერა თამაშობა, ხო? სრულ განსხვორმაშია, მაგრამ ეს განსხვრობა დიდხანს არ გრძელდება და გურამიშვილი აი მეორედ ხედავთ ხო ეგ რასაც კითხულობთ ახლა უკანა რა, აი აქ ჩანს რომ ასე ვთქვათ გურამიშვილი მეორეჯერ კარგავს თავის სამშობლოს, ხო? პირველად მან დაკარგა თავის სამშობლო, როდესაც მოხვდა სადღაც ტყვეობაში და მეორედ როდესაც ყვება ვახტანგ მეექვსე რა, ეს არის ასე ვთქვათ პოლიტიკური კატასტროფა და პოლიტიკური სამშობლოს ნგრევა, აი ეს პირველი ლექსი რომელიც ალბათ ისევ ასე ვთქვათ ქართული სკოლის ჩემი პერიოდის ბოლო შემთხვევაში ვისაც გაგივლიეთ საზეპიროთ ისწავლებოდა ვაირა ბუძი წაიქცა სახკარი თავს დაგვიქცა სრულიადაც არ არის მეტაფორული ანუ ეს სახკარი თავს დაგვიქცა პირდაპირ ნიშნავს აი ამ პოლიტიკური სამშობლოს რღვევას ხო ანუ ვახტანგის სიკვდილთან ერთად ასე ვთქვათ პოლიტიკური სამშობლო განადგურდა აი ეს ხინი შვება და სიამე შეიცვალა ჭირად და ასე შემდეგ ხო მეფე მოგვიკვდა ვიქმნით ჩვენ წარეთ ოხერტიალი ხო ანუ ეს დავრჩით სამშობლოს გარეშე ისევ ან ოხერტიალი ადამიანი რომელიც დარჩენილია ასე ვთქვათ სახკარის და სამშობლოს გარეშე და განსხვავებით ასე ვთქვათ ვახტანგი იყო რუსეთის სამეფო კარზე მიღებული მთლიანად ასე ვთქვათ თავის კართან ერთად და ვახტანგის სიკვდილთან ერთად მერე ასე ვთქვათ რუსები ეუბნებიან რუსეთის ასე ვთქვათ პოლიტიკა იცვლება კი არ იცვლება უბრალოდ ეუბნებიან რომ თუ გინდა დარჩით მაგრამ თუ დარჩებით უნდა დარჩეთ შემოხვიდეთ რუსეთის სამსახურში და ეს რუსეთის მეფის სამსახურში შეცვლა უკვე ნიშნავს რა თქმა უნდა სამშობლოს გამოცვლას რასაც აი აქ როგორც ხედავთ იმ ყველა ციტატას ახლა არ წავიკითხავ ხედავთ და თქვენს კითხულობთ და ასე რომ ასე ვთქვათ დრო დავზოგოთ უკვე ყველაფერი რა ვიკითხოთ ერთად დაინახავთ ამას რა რუსეთის მეფის სამსახურში შესვლა ნიშნავს ასე ვთქვათ პოლიტიკური სამშობლოს გამოცვლას რაც გურამიშვილისთვის საკმაოდ ძნელია ხო ანუ ქართველის ძნენ და გატეხეს მეფის ვახტანგის ცნებაო წინ წაუარეს ბაქარსა საქმე ქნეს თავის ნებაო და შევიდნენ რუსეთის სამსახურში მათ შორის გურამიშვილიც შევიდა რუსეთის მეფის სამსახურში და ნუ იქ მერე რაღაცა კიდე თავის პერიპეტიები გადახდა მსახურობდა ქართველთა გუსართა პოლკში მოხვდა პრუსიის ტყვეობაში იქიდან წამოვიდა და მერე უბოძეს მირგოროდში დღევანდელ უკრაინაში პატარა მამული, სადაც გარდაიცვალა კიდეც ეს პირველი სურათი, რომელიც ჩვენ ნახეთ, არა გურამიშვილის, ეს იყო სწორედ მირგოროდის პერიოდში, დახატული იქ რაღაცა ქართული წისქვილები ააშენა და მოკლედ ეს ნოსტალგია სტანჯავდა და სწორედ აი ეს ნოსტალგია, რომელიც სტანჯავდა გურამიშვილს, არის ჩვენთვის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ აქ ჩდება აი ამ რელიგიური სამშობლოდან, ხო, ქრისტიანი ადამიანების სამშობლო თუ იყო იქამდე, ასე ვთქვათ, საქრისტიანო და იქამდე თუ თქვა პოლიტიკური სამშობლო განისაზღვრებოდა მეფის კარით, აქ ჩდება უკვე გურამიშვილთან პირველად სეკულარული სამშობლო. სეკულარული სამშობლო და აქვე იცვლება რუსეთის კონოტაციაც, ხო? ანუ თუ კი თქვა რუსეთი იყო აქამდე ეს ისე რაღაცა თბილი მზიანი და ასე შემდეგ. ეხლა ნახავთ რომ ეს კლიმატური ასე ვთქვათ, კლიმატური თეოლოგია იცვლება რა, ერთი დღე აღდგომა იყო და ხარება და ნუ მოკლედ მოსკოვში რა ხდება, მოსკოვის ქალაქ ზესველოდით დავეგინახეთ აქ სუდარო, სულ აღდგომა გვირჩევნია აქ სიცოცხლე გვაქვს უდარო
და ასე შემდეგ, ხო? ანუ მოკლედ რაღაცა მოსკოვი არის მზეს მოკლებული, ცივი და ასე შემდეგ, ხო? და აი ეს ასე ვთქვათ, სიცივე თუ კი ჩვენ გავიხსენებთ რა ხდებოდა დაღესტანში არა, სადაც დაახლოებული იყო იქ. ფაქტიურად ამ პერიოდშიც გურამიშვილისთვის მზე არის ისევ ასე ვთქვათ ეს რაღაცა მზე არის ქრისტეს სიმბოლო, მზე არის ამავე დროს დაკავშირებული სამშობლოსთან, საქართველო არის ასე ვთქვათ ზეციური სამშობლოს პარალელი, ხო, ანუ ერთ-ერთი მეტაფორა, ხოლო რუსეთი ნელ-ნელა იღებს ასე ვთქვათ აი ამ უცხოობის დატვირთვას, ხო, უცხო ქვეყანა არის ნეგატიურად კონოტირებული, უცხო ქვეყანა არის ბნელი, სინათლეს მოკლებული და ასე შემდეგ, ხო? და ფაქტიურად რასაც ჩვენ ვხედავთ ეს არის ასე ვთქვათ ერთის მხრივ აი უკვე რუსეთი როგორც უცხო ქვეყანა და საქართველო როგორც სამოქალაქო, ხო? ეს არის ასე ვთქვათ ისეთი რაღაცა რაც მე ქართულ ლიტერატურაში არაერთხელ მეორდება, ოღონდ არა მაინც და მაინც გურამიშვილის გავლენით, რომელიც ქართველებმა ასე ვთქვათ საკმაოდ გვიან გაიცნეს და ფაქტიურად თითქმის მთელი საუკუნე გამოტოვებული ჰქონდა გურამიშვილი. ამის დასტურად, ერთ-ერთ დასტურად შეგვიძლია მოვიყვანოთ ერთ-ერთი ყველაზე კარგი რა, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლექსი ზუბოვკა, ხო, რომელიც ასევე ამ რაღაცა ერთის მხრივ მისტიური სამშობლოს იდეით არის დატვირთული და მეორეს მხრივ ასე ვთქვათ ამ რაღაც ხორციელ სამშობლოსაც, მიწიერ სამშობლოსაც გადმოსწრება, ხო? აი ეს ბოლოს ტრიქონები განსაკუთრებით არა, ღვთისგან ვითხოვ არ გამყაროს მე მის სიყვარულსა სხვა უკეთეს ვისვიშოვი სილამაზით სრულსა, ჩემის სიყვარულისათვის სცემეს ხელშეკრულსა და ასე შემდეგ, ხო და ან შენ ჩემო საყვარელო იმყოფები სადა ქვეყნად შენად უკეთესი მეარავი მყავდა ქვესკნეთსა ვარ ვერაგხედავ მეგულბები ცადა გიაჩები ნუ გამრიყავ წამიყვანე მანდა, ხო და ეს რომელიც მეორდება გიაჩები ნუ გამრიყავ წამიყვანე მანდა ერთის მხრივ ასე ვთქვათ არის ნოსტალგიურია ამ სამშობლოს მიმართ და მეორეს მხრივ ეს ნოსტალგია არის პირდაპირ ასე ვთქვათ დაკავშირებული ზეციურ სამშობლოსთან, ხო ეს ზეციური და მიწიერი სამშობლო ერთიანდება და უცხო ქვეყანა ხდება ასე ვთქვათ ქვესკნეთი, ხო? ნეგატიურად დატვირთული რაღაცა მოჯოჯოხე თუ რაღაცა. ნუ ეს მერაბ ღაღანიძეს აქეთ საინტერესო წიგნი დაწერილი დავით გურამიშვილის ხიარულ ზაფხულზე ამასობაში და აი მასაც ეს დაანახული აქვს სწორედ აი ეს კავშირი გურამიშვილის მიწიერ სამოთხეს და ასე ვთქვათ სამშობლოს შორის პარალელიზმისა, ხო ეს უბრალოდ ასე ვთქვათ ერთ სამ არგუმენტის გასამყარებლად მოყვა. კარგი, დავანებოთ ახლა გურამიშვილის თავი და ვნახოთ როგორ ასე ვთქვათ იცვლებოდა ეს წარმოდგენები ამჯერად უკვე გრიგოლ ორბელიანთან. მოგეხსენებათ საქართველოს ისტორიის დიდად მოყოლას არ დავიწყეთ, მაგრამ 801 წელი ანექსია აღმოსავლეთ საგამოჯერ ქართახეთის სამეფოსი რუსეთის მიერ, ეს იყო ასე ვთქვათ წარმოუდგენელი შოკი ქართველებისთვის, რომელსაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, თითქმის 60 წლის განმავლობაში ასე ვთქვათ ცდილობდნენ რომ გაიაზრებინათ, ხო, ინტელექტუალურად რამენაირად მაინც. და ერთ-ერთი ხო და ნუ პრინციპში ასე ვთქვათ დიდი ნაწილი განსაკუთრებით აი ალექსანდრე ჭავჭავაძე და გრიგოლ ორბელიანი და არა მარტო ისინი ხო მამათა თაობა პრინციპში ცდილობდნენ რომ დაენახათ რაღაცა პოზიტიური ამ რუსეთთან შეერთებაში და ძირითადი ასე ვთქვათ არგუმენტი იყო განათლება რა რატო არის რუსეთთან შეერთება კარგი იმიტომ რომ რუსეთიდან მოდის განათლება და აი ამ პოზიციის გასამყარებლად მინდა უბრალოდ აი გრიგოლ ორბელიანის რამდენიმე გრიგოლ ორბელიანზე ვილაპარაკო. ხო, გრიგოლ ორბელიანი იყო თავიდან ასე ვთქვათ, მოგეცემდებათ 32 წლის აჯანყების შეთქმულების მონაწილე, ერთ-ერთი და აი სანამ აი ამ 32 აი პერიოდში ის გააგზავნეს, ჯერ ახალგაზრდა ლეიტენანტი გააგზავნეს რუსეთში, რაღაცა ჯარის ერთი ნაწილის ჩასაყვანად, სადღაც გონი ნოვგოროდში მოეწყდა, ხო? და აი ამ მგზავრობის შესახებ გრიგოლ ორბელიანმა დაწერა ღიურები ფაქტიურად, მგზავრობა ჩემი თბილისიდან პეტერბურგამდე, მე ესე დაარქვა. ცხოვრებაში ეს ღიურები არ გამოქვეყნებულა, გვიან, მაგრამ ასე ვთქვათ, მისი მეგობრები და არა მარტო მეგობრები ამ ტექსტს იცნობდნენ და მე ვნახავთ, რომ ილია ჭავჭავაძე ასე ვთქვათ, პირდაპირ რაღაცნაირად მოშვება. აი, ქართველებს მოგზაურობა არ უყვარდათ მეთქი, რომ გეუბნებოდით, აი, აქაც შეგვიძლია ნახოთ, ხო, ეს
გულიწება ეს გრიგოლ ორბელიანის მგზავრობა პეტერბურგში, რომელმან ბოროტმან სულმან აღეხსნა ჩემს შორის სურვილი ძიებად ბედნიერებასა ამიერ მთათა მხარესა უცხოსა. ხო და მოკლედ რა მინდოდა ეხლა ასე ვთქვათ, აი უბედურებაში რატო გავეხვიე ამ შარშიო, და ჩემ მეგობრებთან ერთად ყოფილიყავი და ამას იმეორებს ამ თავის მოგზაურობის განმავლობაში. ოლივერ რაისნერი, რომელიც ასევე ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორი გახდა ცოტა ხნის წინ, მას აქვს პატარა უფრო აღწერითი სტატია ქართველების მოგზაურობის შესახებ, ძალიან ცოტა ვის არის რა ქვია, საერთოდ სამოგზაურო ტექსტი ძალიან ცოტაა და თითქმის ყველა მოგზაურობა იწყება ამ იზოლებით რა, არავის არ უნდა იქნება წასვლა და ყველა მაყოფილია და საერთოდ ვერ გაიმგზავრებას. ხო. და ნუ ეხლა ამ მოგზაურობის პერიოდში სხვა ჩვენი საკმაოდ ისეთი დატვირთული დღიური არის, ძალიან ბევრს აღწერს და ნუ აი ერთ-ერთი რასაც ის აღწერს არის რაღაც პარალელიზმი საქართველოს და რუსეთს შორის, ხო, რომ აი თქვა რუსეთი 250 წლის განმავლობაში ყავდა დაპყრობილი თათრებს და მე ასე ვთქვათ განთავისუფლდნენ და ასე შემდეგ, ანუ რაღაცა პარალელებსავლებს რა, რომ აი მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეხლა დაპყრობილები ვართ, შეიძლება რაღაცა კარტი მაინც გამოვიდეს. ცენტრალური ამ ნაწარმოებში ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში არის დიალოგი გრიგოლ ორბელიანსა და ივანე აფხაზის შორის. ივანე აფხაზი იყო გენერალი იმ დროს, გრიგოლ ორბელიანზე ბევრად უფროსი და იყო გენერალი, რომელიც ზუსტად ვახტანგ ბექშის დროიდან იქ დარჩენილი ქართველების შთამომავალი იყო, საქართველოს არც უნახავს, მიუხედავად იმისა, რომ წინვარდ ლაპარაკობს ქართულად და მასსა და გრიგოლ ორბელიანს შორის იმართება ძალიან საინტერესო დიალოგი, ძალიან საინტერესოა ეს დიალოგი იმითიც, რომ ეს არის ასე ვთქვათ პოლიტიკური რომანტიკოსის დიალოგი, რომელიც არის გრიგოლ ორბელიანი ამ დროს ყოველ შემთხვევაში მაინც პოლიტიკურ რეალისტთან რა, გრიგოლ ორბელიანი გაიძახეს, რომ გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს და ივანე აფხაზი, ასე ვთქვათ, ძალიან რაციონალური და მყარი არგუმენტებით უხსნის, რატო არ შეიძლება ეხლა ამ წუთას ეს მოხდეს, ხო? და ეგ ხედავთ. კნიაზის ესე იხსენიებს ივანე აფხაზს, მართალ არს რომ არიან ხნენი, გარნა რეგულის გაწყობა, რეგულარული ჯარი, ხო და აფხაზი ეუბნება, რომ ასე ვთქვათ, აი რეგულარული ჯარის გარეშე დღევანდელ საქართველოს არანაირი მომავალი არ აქვს, იმიტომ რომ სპარსელებმაც კი, რომლებიც ასე ვთქვათ, ყველაზე ჩამორჩენილები იყვნენ იმ პერიოდში კავკასიაში ოსმალების შემდეგაც, იმათაც კი გამართეს რეგულარული ჯარი და საქართველოს ვერაფერს ვერ გახდება მათ წინააღმდეგ, ხო? იმიტომ რომ რეგულის დაწყობის დროს ჯერ არის პირველად შევიდნენ სამსახურში სალდათად სამაგალითოდ სხვათათვის პირველად თავადნი და აზნაურნი, რომელთაც აქვს პატივი და ხმა მემამულეთა შორის თვისდა. ჯერ არის მათ და რათა შესწირონ სხერფლად სიმდიდრე და თვით სიცოცხლეცა. საზოგადოების ბედნიერებისთვის, მაგრამ მეუბნება რომ აბა ერთი კაცი მაინც დამისახელეო ამ ქართულ თავადაზნაურობაშიო, რომელიც საკუთარ ინტერესს დააყენებდა, ასე ვთქვათ, სამშობლოს ან რამ ზოგადი საქმის ინტერესზე უკან, ხო? ესეთი მსხვერპლიო არის სათნოება, რომელსაც გრძნობს მხოლოდ გონებითა და გულითა განათლებული კაცი აქვს. საქართველოს არის ასე ვთქვათ, განათლების კლიენტ მოკლებული ქვეყანა, დღევანდელის არ იყოს, უმეცარი და უსწავლელი ვერა მიხვდების ამ ამაღლებულსა გრძნობასა, რომელსაც აწარმოებს მხოლოდ სიყვარული მამულისადმი და ეს სიყვარული მამულისადმი პატრიოტიზმი, რომელიც აიხსნება, მე ასე ვთქვათ, ილია ჭავჭავაძეს უკვე აყავს ეროვნული იდეოლოგიის რანგში. და ყოველი ფიქრობს მარტო თავის თავზე და ასე შემდეგ, ხო? და ამ მიზეზით ვამბობ, რომ ღმერთმა ნუინებოს საქართველოს დატოვება რუსთაგან 100 წლამდის. მაშინ აღარა მეშინის ამისთვის, რომ საქართველოს ეყოლება მას დროსა მრავალნი სწავლულნი კაცნი, საზოგადოება შეიცვლება, იგრძნობს ყოველსა საჭიროებასა და ყოველი კეთილი ახალი სასარგებლო დაწყობილობა ადვილად აღსრულდებს. ნუ დაახლოებით ისეც მოხდა, როგორც ასე ვთქვათ, ივანე აფხაზს ჰქონდა ეს წარმოდგენილი და არა გრიგოლ ორბელიანს, ხო? და ნუ აი ამითაც არის საინტერესო, რომ ეს ივანე აფხაზი ეუბნება, რომ ისე საქართველოს კრედიტს არავინ არ მისცემს, იმიტომ რომ ღარიბი ქვეყანა არის და თუ არ ვწდები, ეს არის საერთოდ კრედიტის პირველად ხსენება საქართველოს ისტორიაში, იქამდე ასე ვთქვათ, აი ამ კატეგორიებით საერთოდ არავის არ უაზროვნია რა. და ნუ ბოლოს ორბელიანი, ასე ვთქვათ, თვითონ კამათი გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ ნუ რეალურად ხედავთ, რომ ეს ორბელიანისვე არგუმენტებია რა. ანუ პრინციპში და მამების თაობის ზოგადად, რომ აი რუსეთის საფარქვეში, ასე ვთქვათ, განათლებლობა რუსეთი მოიტანს განათლებას და ჩვენ მერე, ასე ვთქვათ, გავთავისუფლდებით. და ერთ-ერთი რუსეთში რასაც აქცევს ყურადღებას ორბელიანი არის სწორედ განათლება, ხო? ანუ თეატრი, რაც მოსწონს მას რეალურად ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულებები, მაგალითად თეატრი, რომელიც საქართველოში იმ დროს არ არსებობს და ამბობს, რომ თეატრი გამოაჩენს ხარისხსა, ერის განათლებისასა და აქვს დიდი ძლიერება ზნეობაზე და ასე შემდეგ,
ხო? ან პრინციპში ჩვენ გვჭირდება საგანმანათლებლო დაწესებულებები და პირველ რიგში თეატრი, ხო? აი ეს არის ასე ვთქვათ ორბელიანის რუსეთი, მოკლედ რომ შევაჯამოთ, ეს არის განსხვავებით ასე ვთქვათ, რაღაცა კონფესიური რუსეთისგან, რომელიც ჰქონდა გურამიშვილთან ორბელიანთან ჩვენ გვაქვს რუსეთი სეკულარული განმაგანათლების წყარო საქართველოში, ხო? ეს პოზიციაც იცვლება ცოტა ხნის შემდეგ და იცვლება სწორედ ილია ჭავჭავაძის პერიოდში, რომელიც გახდათ ესეც კარგად მოგეხსენებათ და დიდი ბევრი ლაპარაკი ამაზე არ დამჭირდება, თერთგალეულების ერთ-ერთი თუ ასე ვთქვათ მთავარი ლიდერი არა, ხო? და თერთგალეულები სწორედ უპირისპირდებოდნენ მამათა თაობას ბევრ რაღაცაში, გარდა იმისა, რომ ასე ვთქვათ დამწერლობის საკითხებზე და სტილის საკითხებზე ჰქონდათ კამათი ასევე რუსეთის აღქმაზე რა და რუსეთი მათთვის უკვე აღარანაირად აღარ ითვლებოდა განათლების სწავლად. ილია ჭავჭავაძეც მიდის სამოგზაუროდ რუსეთში, რომ მისი მოგზაურობა ორბელიანი პირდაპირ ასე ვთქვათ ორბელიანს ციტირებს ბევრგან, მათ შორის ამ ლექსშიც და ბევრი ახალი რაღაცა შემოაქვს. ხო, ყვარლის თებს მოგახსენებათ ყველას ძალიან კარგად ეს ლექსი, სამშობლო მთებო თქვენი შვილი განევებთ თავსა. ხო, მაგრამ თქვენს ხსოვნას ვერ მივცემ მე დავიწყებასა, თქვენ ჩემთან ივლით განუყრელად ვით ჩემი გული, თქვენთან თემთებო ბუნებითა შეუღლებული, ხო? და ესე იგი, ეს სამშობლოს და ადამიანს შორის გენეალოგიური კავშირი რო ამარცხებს, ხო, ეს არის ასე ვთქვათ საქართველოში პირველად ილია ჭავჭავაძის შემოგარება. ანუ ადამიანი არის ასე ვთქვათ თავისი სამშობლოს შვილი და შვილი ეს არ არის მეტაფორა, არამედ ასე ვთქვათ ძლიერი მეტაფორაა, უბრალოდ გენეალოგიზირებული, ხო? შვილი განუყრელად არის დაკავშირებული თავის დედასთან, რომელიც არის სამშობლო და ნებისმიერ მუდმივად თან დაატარებს ამ სამშობლოს. ხო, ეს ყვარლის თემი ჯერ კიდევ რომანტიკული ლექსია. ილიასი დაწერილი იმ პერიოდში, როდესაც ილია მიდიოდა რუსეთში სწორედ პეტერბურგში უფრო სწორად და შემდეგი ტექსტი უკვე ეს არის ტექსტი, რომელიც ილიამ დაწერა 1871 წელს, ოღონდ იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც 61 წელს ბრუნდებოდა ეს პეტერბურგიდან, რა. გზავრის წერილები, ტექსტი, რომელიც ასევე ყველას ძალიან კარგად მოგეხსენებათ და ამ ტექსტში, რასაც ილია აკეთებს, ის პირდაპირ, ასე ვთქვათ, ივანე აფხაზისთან დიალოგში ან ორბელიანის ტრაველოგის ცენტრში თუ იყო საუბარი გარუსებულ ქართველ გენერალთან, რომელიც ამბობს, რომ რა დროს დამოუკიდებლობა, ჭავჭავაძის, ასე ვთქვათ, გზავრის წერილების ცენტრში არის დიალოგი მელტუნიასთან, ეს არის მოხევე, რომელიც ამბობს ჩვენი თავი ჩვენები გვეყოლოს, ხო? ან პირდაპირი საწინააღმდეგო, ასე ვთქვათ, პოლემიკური ტექსტია ორბელიანის ტექსტთან, რომელსაც ასე ვთქვათ, პირდაპირი საკუთები არ აქვს, მაგრამ დიდი ვარაუდით ილია ჭავჭავაძე იცნობდა, ხო? ეს არის ერთი ნაწილი მისი სტრატეგიისა და მეორე ნაწილი არის რუსეთის იმ არგუმენტის გაბაიბურება, რომ რუსეთი არის რუსეთის საქართველოში მოაქვს განათლება, რა. და ნუ რაღაცა სასწაულად ისეთი სატირული და სარკასტული ტექსტია, ძალიან პოლემიკურიც და ნუ აი ამ ერთ-ერთი ამის მთავარი პერსონაჟი, ასე ვთქვათ, არის ეს რუსი აფიცერი, რომელიც შეგადაეყრება ილია ჭავჭავაძეს, ხო? რომელიც ეუბნება, რომ ან თავი მოაქვს მეცნიერად მას შემდეგ, რაც ილია ჭავჭავაძე ასე ვთქვათ, შევა სუბალტერნის როლში, არ ეუბნება, რომ ქართველი კნიაზია და ეუბნება, რომ ვარო სომეხი ვაჭრის დახლიდარიო, ეს რომ გაიგებს, რომ სომეხი ვაჭრის დახლიდარია, მოკლედ ბატონ კაცურად აუწყებს ახსნა განმარტებას, რა არის განათლება და ეუბნება, რომ აი განათლება გახსოვთ ალბათ ყველას კარგად, რომ აი განათლება ეს არის რომ დააბნელეთო, როგორც ჩვენთან ეხლა ბნელა, ხო? ჩამოაბნელეთო ეს ფანჯრებიო და მე სანთელს რო შეიტან შიგნით, ეს არის განათლება. და მოკლედ ძალიან კარგად აჩვენებს დამოკიდებულებას ამ რუსებისა, რუსი ოფიცრებისა, ზოგადად რუსებისა საქართველოს მიმართ, ხო? სამი წელია აქაბარო და სწორად მოგახსენოთ, არც მოცლა მქონდა, რომ თქვენის ქვეყნისათვის მეცნიერი თვალი დამეკვირვებინაო, ხო? ან თქვენ ქვეყნად სახელითაც აღმოიხსენებს, რა ქვეყანაზეა ლაპარაკი, ან ისიც მასაც არ აქვს დიდი მნიშვნელობა. და მოკლედ ეუბნება, რომ თქვენ ვაქაურებიო, ესე იგი ქართველები თუ სომხები თუ სამეცნიერო ლაპარაკში ჩვეული არ ახართ, ამიტომაც ერთის საგნიდან მეორეზეთ გადაგდებთ ხოლმე. როცა თვითონ ხდება ხოლმე ეს თამა. და ესე იგი ზედმიყოლებით რეგიონის ჯარიცით ეგ რასაკვირველია, გაუნათლებლობისგან მოგდით, გონით თქვენს კარგ არც კი იცით რა არის ცივილიზაცია, ასოციაცია, არგუმენტაცია, ინტელიგენცია, კასაცია და ფილოლოგია. მაგრამ ეს არაფერია ჩვენ გაგანათლებთ. ხო და სინამდვილეში ესე იგი ეს რუსი ოფიცერი რუსული ლიტერატურის რუს ოფიცრებს პასუხობს არა თუ თქვენ გახსოვთ მაგალითად ბესტუჟევ მარლინსკის ამალად ბეგი იქ არის ერთ-ერთი პოლკოვნიკ ვერხოვსკი ესეთი ხო
ხო, ვერხოვსკი განათლებული, კეთილშობილი რუსი პოლკოვნიკი, რომელიც ამალათბეგს აიყვანს და მასწავლის, მეგობრობს მასთან და ეს ამალათბეგი საზღვარი ვოროდი კავკასიელი, მაინც ადგება და ხელს გამოჭერს მომატური, ხო? და აი ამ ვერხოვსკის ასე ვთქვათ, სურათს უპირისპირდება აი ამ რაღაცა 30 წლის გალოთებული ლეიტენანტი, რომელიც კარიერას უკვე ვერ გაიკეთებს, ეს ჩვენ კარგად ვიცით. არის კიდევ ლერმონტოვის ესეთი ცნობილი კავკაზეც ესეთი ჩანახატი, სადაც ასე ვთქვათ, ასევე ეს რაღაცა კავკასიელი ოფიცრები არიან აღწერილები. და ნუ მოკლედ აი აქ პირდაპირ პასუხობს ისევ აი აფხაზის და ორბელიანის პოლემიკას, ხო? ერთი რამე უნდა გკითხოთ, თქვენთან ცივილიზაცია როგორ მოდისო და ნუ ეუბნება რომ ესე იგი ცივილიზაციას ზომავს გენერლები. და ნუ ამიტაც მამების თაობას პირდაპირ უთყავს, რომლებისთვისაც ასე ვთქვათ, ცივილიზაცია ყოველ შემთხვევაში რაღაცა განათლება დაკავშირებული იყო სამხედრო კარიერასთან და გახსოვთ ყველას ძალიან კარგად ის შემთხვევა, როდესაც ქართველმა თავადაზნაურობამ, საქართველოს თავადაზნაურობას, რომელსაც ჰქონდა არჩევანი იმპერატორი ალექსანდრე მეორისთვის ეთხოვა ან კადეტთა კორპუსი, ან უნივერსიტეტი, თხოვეს კადეტთა კორპუსი, ხო და პირდაპირ ასე ვთქვათ, აი მამებს უთყავს ილია ჭავჭავაძე, ხო და ნუ ეს არის კიდევ ასე ვთქვათ გენიალური სცენა. ილია უპირისპირდება ასე ვთქვათ არა მარტო აი ამ რაღაცა სამხედრო წარმოდგენებს რუსეთის შესახებ, არამედ რუსეთის რეპრეზენტაციებს და ნუ არ ვიცი რამდენად გახსოვთ, გოგოლის მტარ სულებში არის ესეთი ძალიან ცნობილი რუსეთის რეპრეზენტაცია, რუსეთის ასე ვთქვათ რუსეთი წარმოდგენილია როგორც აი ეს ტროიკა, ხო? სამცხენშებმული ეტლი, რომელიც იფრინავს და მიბის მიმაფრენს მოკლედ, არ ვიცი რამდენად უგზავნოს, მაგრამ ესე. და აი ამ წარმოდგენას პასუხობს ილია ჭავჭავაძე პირველივე სტროფებში, ხო, პირველივე სტრიქონებში ამ ზავრის წერილებისა რა. როცა ავიბარგე, ესე იგი, ჩემი ერთადერთი ბოხში სოდენა ყავის ხურჯინი ჩავაგდე პოსტაში, მიუბრუნდი ჩემს ახლად გაცნობილ ფრანკს, იღაც ფრანციელს გამოვუწევ. ევროპელის თვალით შემოდის. ეს ეტლი ვისი მოგონილია, მკითხა მან და მიმიშვირა ხელი პოსტის პოსტკაზეც, რომელსაც ჯერ არ ხო, რომელსაც ямშიკიო უგემურად ცვლებდა. რუსისა უპასუხე მე. მგონი არა ხალხი მაგაში შეეცილოს. მებრალებით რომ თქვენ იძულებული ხართ მაგას გაალაყებინოთ და გაადღებინოთ გულმოცეკდეს მოსკოვს. ხო და ნუ მე ეს არაუშავსო ეს უგნება მგზავრი, მთელი რუსეთი მაგით დადის, იმიტომაც შორს არის წასული. და მე თვითონ მშვიდობით მგზავრობა მოგცეთ. მე კი სწორედ გითხრათ, თავს ვერ გამომიმეტებდი რომ მაგაში ჩამჭდარიყავ. და ნუ მე აღწერს ამ იანშიკს, რომელიც ასევე რაღაცა ის არის და მოკლედ ეს პოვოსკა რაღაცა დიდი ჭრიალი და ვაივაკლახით მიდის, ხო? ანუ ილია ჭავჭავაძე პრინციპში რასაც აკეთებს, ანუ ილია ჭავჭავაძის რუსეთი, ეს არ არის უკვე ასე ვთქვათ რაღაც განათლების მომტანი რუსეთი, არამედ ეს არის ესეთი იმპერიული, ამჯერად ასე ვთქვათ, შევდივართ უკვე იმპერიულ ტექსტში, რომელიც ჯერ არ ქონდა არც გურამიშვილს და არც გრიგოლ ორბელიანს, შევდივართ იმპერიულ ტექსტში, ოღონდ ეს იმპერია არის ასე ვთქვათ საკმაოდ ნეგატიურად აღქმული, ხო? ილიასთან არის სხვა რუსეთიც, ასე ვთქვათ, დემოკრატიული, მაგრამ ნუ აი ძირითადად მისი წარმოდგენა რუსეთზე არის აი ესეთი, უფრო კრიტიკული. გადავიდეთ ეს ასე ვთქვათ ჯოკერი არის, ეს არა ეს ავტორი არ მყავდა ნახსენები, მაგრამ ხო მას რუსეთზე არც დაუწერია ბევრი არაფერი, მაგრამ სამაგიეროდ რაფიელ ერისთავი არის ავტორი, რომელმაც თვითონ თერგდალეული არ ყოფილა, მაგრამ ასე ვთქვათ დაახლოებული იყო თერგდალეულებთან. წერალი ერთ-ერთი პირველი ქართველი ეთნოგრაფი და ნუ ცნობილი იმითი, რომ 1891 წელს დაწერა ლექსი სამშობლო ხევსურისა, რომელიც არის გონი ასე მას შემდეგ ყველა სკოლაში და საბავშვო ბაღში ისწავლება და ეს არის ქართული პატრიოტიზმის დღემდე პათოსის ფორმულა, ხო? პათოსის ფორმულა ეს არის აბივარბურგი იყო ეს გერმანელი ხელოვნებაცოდნე, მისი ტერმინი არის, რომელიც ნიშნავს ასე ვთქვათ რაღაცა ემოციის, ძლიერი ემოციის რაღაცა ფიგურალურ ფორმაში ჩამოსხმას, ხო? და ეს ფიგურალური ფორმა არის სწორედ ესეთი, ხო? ანუ ეს გახსოვთ ყველას, რომ სადაც შობილ ვარ, გავსდივ ვარ და მის როლია ის არის, სად მამა, პაპა მეგულვის იმათი კუბოს ფიცარი, სადაც სიყრმით ჩვეულ ვარ, ჩემი სამშობლო ის არის, არ გავსვი სალცა კლდეებსა უყდავებისა ხეზე და არ გავსვი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზე და ეს ხუთჯერ მეორდება როგორც რეფრენი, ხო? არ გავსვი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზე. და ცხადია ეს ლექსი ყველამ აიტაცა და ყველას დღემდე ასე ვთქვათ ამ ქართული პატრიოტიზმის მანიფესტად მიაჩნია, მაგრამ რაც ხდება ამ ლექსში არის ძალიან საინტერესო, ხო? ანუ ფაქტიურად ილია ჭავჭავაძის შემდეგ ერისთავთან ხდება იმპერიული ტექსტის გაფორმება. საქართველოს ამ ლექსში უკვე აღქმულია როგორც რაღაც იმპერიული სივრცის ნაწილი, თან პერიფერიული ნაწილი.
ხო? ანუ რაც აქამდე ჩვენ არ ქონდა გრიგოლ ორბელიანი მოგზაურობს რუსეთში როგორც უცხო ქვეყანაში, ხო? რაფიელ ერისთავისთვის, ასე ვთქვათ, საქართველოს ეს არის უკვე პერიფერია, 64, რომელიც გურამიშვილთან ჯერ კიდევ იყო სამშობლოში, არის უკვე სხვაგან და მე რაც მაქვს არის ჩემი სალი კლდეები, ხო? და იმით ხმაყოფილი ვარ. ანუ ეს არის ასე ვთქვათ, რაღაცა იმპერიულ ტექსტთან ავტოქტონიით, ხო? ანუ რაღაცა მიწასთან მიბულობით დაპირისპირების ცდელობა, ოღონდ ამ ცდელობას აქვს თავისი საკმაოდ ძვირი ფასი. და ეს ძვირი ფასი არის მაგალითად თქმა უარისა მოდერნიზაციაზე, ხო? 1891 წელია, ხო? რაღაცა რადიო გამოიგონეს, որ თქმავალი დადის, რაღაცა ლამის ახალ თვითმფრინავს იგონებენ, ეს ხევსური დგას და იზრუნოს შვილისას, რა? ანუ გაარქაიზაციის ხარჯზე სამშობლოს შენარჩუნების ცდილობაა, ხო? და ასევე მოგზაურობაზე უარის თქმის, ანუ მობილურობის ხარჯზე ცოდნის შეძენა უარყოფილია მთლიანად ამ ლექსში. და როგორც გითხარით, ანუ საქართველოს არის უკვე რაღაცა დიდი სივრცის ნაწილი, ოღონდ მისი უკიდურესად პერიფერიული ნაწილი, ხო, პერიფერიული და ჩამორჩენილი. ეს არის ასე ვთქვათ, იმპერიული ხედვა, რუსეთის იმპერიული ხედვა საქართველოზე, რომელიც გრძელდებოდა წლების განმავლობაში, ინტერნალიზირებული ამჯერად, ოღონდ ასე ვთქვათ, თავი ცდილობს, რომ აი ეს ხედვა დადებითად მოატრიალოს და თქვას, რომ ნუ აი თქვენ და თქვენი ცივილიზაციის ის არაფერია დედაც ვატირებ და მე მირჩევნია ჩემი ეს რაღაცა კლდეები. ხო? ამის შემდეგ რაც ხდება ქართულ ლიტერატურაში, ამიტომ ახსენებ ახლა ამ ლექსს, რომ პირდაპირ ანირიბად, ასე ვთქვათ, ამის შემდეგ რეფერენციები გვაქვს მხოლოდ ამ ლექსს. ანუ ქართველის დამოკიდებულებას, ქართული ლიტერატურის დამოკიდებულება გეოგრაფიულ სივრცესთან მთლიანად არის დეტერმინირებული, ასე ვთქვათ, რაფიელ ერისთავის ამ ლექსით, ხო? ანუ ან აფირმატიულად, ან ნეგატიურად, რამენაირად, ყოველ შემთხვევაში ამ ლექსს ასუხობს ყველაფერი ამის შემდეგ, ხო? შემდეგი ჩვენი ავტორი არის მიხეილ ჯავახიშვილი. მიხეილ ჯავახიშვილი გადასარევი ქართველი მწერალი მე-20 საუკუნის თუ საუკეთესო არა, ერთ-ერთი საუკეთესო მაინც. თვითონ ჯავახიშვილი იყო ძალიან პოლიტიკურად დაინტერესებული ადამიანი და ნუ მისი საუკეთესო რომანები ალბათ დაიწერა 24 წელს. მას შემდეგ თვითონ დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრი იყო საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, იღებდა მონაწილეობას ამ შეთქმულებაში, აჯანყებაში 24 წლის უშუალოდ მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ ამზადებდა მას და ეს სამი მისი რომანი ჯაყოს ხიზნები, თეთრი საყელო და კვაჭი კვაჭანდირაძე ამ პერიოდშია დაწერილი და მთლიანად არის ცდილობდა ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში გაიაზროს ეს ქართველების კატასტროფა, ხო, რატო დაგვემართა ის რომ დავკარგეთ დამოუკიდებლობა, ძალიან საინტერესო პასუხები აქვს, ანუ ჯაყოს ხიზნებში ეს არის ასე ვთქვათ, მისი პასუხი არის რომ ქართული ძველი არისტოკრატიის სრული იმპოტენცია, ასე ვთქვათ, ხო? ამისი ბრალია, მეორე თეთრსაყელოში ეს არის უკვე ცდილობა რომ ასე ვთქვათ, ქართველი ინტელიგენტი შეაჯვაროს, ასე ვთქვათ, აი რაღაცა ქართულ მებრძოლ ხევსურულ სულს. და მესამე ეს არის კვაჭი კვაჭანდირაძე, რომელზეც უფრო დაწვრილებით შევჩერდები, იმიტომ რომ ეს არის ის ტექსტი, რომელიც ასე ვთქვათ, გეოგრაფიულად ყველაზე უფრო დიდ თვალსაწიერს გვთავაზობს, რა. და ნუ კვაჭის ისტორია იცით, ახლა შინაარსის მოყოლას არ დავიწყებთ, ეს არის ძალიან საინტერესოა, რომ კვაჭი ასე ვთქვათ არის პროვინციელი, ანუ საქართველოს და რუსეთის გეოგრაფიული სივრცე ისევ აღიწერება როგორც პროვინციის პერიფერიის და ცენტრის, ცენტრი არის პეტერბურგი, მოსკოვი, გვხვდება იქ ოდესაც, მაგრამ ნუ ოდესა ეს არის ასე ვთქვათ რუსეთის კარიბჭე, ხო, იმიტომ რომ კვაჭი ოდესის გავლით მოგზაურობს რუსეთში. ანუ საქართველოს აღწერილი არა თბილისის მეშვეობით, ხო, არამედ რაღაცა სადღაც საჩხერეს, სადღაც რაღაცა სოფლის მეშვეობით, ხო, ანუ ეს პერიფერია, სოფელი და ქალაქი. და ნუ მოკლედ ამ კვაჭი ჯერ ასე ვთქვათ, ფეხს აიდგავს თავის მშობლიურ იმერეთში, იქ იწყებს ამ თავის ავანტურას, რომელიც როგორც ასე ვთქვათ, ყოველთვის სექსუალურად არის კონოტირებული. ხო, და ნუ მერე მიდის უკვე პეტერბურგში და ნუ აი აქ პირდაპირ ასე ვთქვათ, ჯავახიშვილი რა თქმა უნდა, ქართული ლიტერატურის გადასარევი მცოდნეა და ეს თერგდალეულების ტექსტი სუბტექსტად გასდევს კვაჭი კვაჭანდირაძეს, რა? მისთვის მიდიან, ახლა ისინი მიდიან არა მეცნიერების ტაძარში, როგორც თქვა, თერგდალეულების თაობა, არამედ მიდიან საქირავად, ხო? და რაც საინტერესოა, რაც პირველად ჩდება ქართულ ლიტერატურაში, არა კვაჭი დღით-დღე იზრდებოდა, მწიფდებოდა, იქ უჩქნებოდა, რადგან იქ მუშაობის დაკვირვების წაბაძვის და ფრთების გაშლის ასპარეზი გაცილებით უფრო განიერი იყო, ვიდრე ადესაში და მით უმეტეს, თქვა, საჩხერეში ან ქუთაისში, რა. ფრთების გაშლა და ფართო ასპარეზია, რა. რუსეთი აქ უკვე არის, ასე ვთქვათ, ამოუწურავი შესაძლებლობების ქვედა, კვაჭი კვაჭანდირაძის. ეს არის მისთვის დიდი ასპარეზი, რომელიც მას სამშობლოში არ აქვს და ეს არის ამ კვაჭისთვის განმსაზღვრელი ადგილი, ხო?
მე არის ძალიან საინტერესო ადგილი, როცა უკვე კვაჭი პარიზში წავა პარიზში და იქაც ასე ვთქვათ, ეს არის მისთვის უკვე არა შესაძლებელი ფულის საშოვნელად კი არ მიდის კვაჭი, ხო, ფულს შოულობს რუსეთში, პარიზში მიდის ფულის დასახარჯად რა. და ნუ აი ეს სოციალური თემაც შემოაქვს ჯავახიშვილს, ხო, ამის კვაჭი მარიცოდაო, რომ ასე ვთქვათ, იქ მილიონობით ადამიანის შრომას ემყარებოდა ეს ყველაფერი. ძალიან საინტერესო ადგილი არის კვაჭის სიზმარი, დაჭრილი კვაჭი, ხედავს სიზმარს, სადაც ის ხედავს ასე ვთქვათ, რაღაცა უცხოეთში დაღუპულ ქართველებს, ხო? და აქედან შემოდის უკვე ეს სამშობლოს და უცხოობის დაპირისპირების თემა. არის ერთი იქი ყორანაშვილი, რომელიც ისტორიით არის დაინტერესებული და ეს ყორანაშვილი, ნუ მე იქნება ეს დაჭრობის ადგილი და უყვება საქართველოს ისტორიას რაღაც ურარტუ, ნაირი, ვიღაცა ფაზის კარნუ რაღაცა მთელი ამბავი და ნუ ეს კვაჭი უსმენს და ვერაფერი ვერ გავიგე ისტორია ჩემი საქმე არ ყოფილა და ეს რატომ მოვიყვანე ხა ეს ციტატა უბრალოდ იმის საჩვენებლად რომ დრო და სივრცე არის დაკავშირებული ერთმანეთთან ხო სამშობლოსგან მოწყვეტა პირდაპირ ნიშნავს ასე ვთქვათ ისტორიის იგნორირებას და პირიქით ხო ისტორიის იგნორირება ნიშნავს სამშობლოსგან მოწყვეტას და შემდეგი ციტატა სწორედ აი ამის მაჩვენებელია ხო ან კვაჭი ელაპარაკება იქ ვიღაცას რომ საქართველოს ავტონომია არ გამოადგება ჩვენ რუსეთის გამარჯვება გვაწყობსო ხო იმიტომ რომ ენა ეროვნული კულტურა პოლიტიკური უფლება ეს არის ქიმერიონი რასაც რა ჩავცილდით ამ ერთგვარად საქართველოს ერთ მუჭახალს იმ ორმოში ჩავირჩებით ფთას ვერ გავშლით და სულს ვერ მოვითხოვთ გადახედეთ დიდ რუსეთს მსოფლიოს მეექვსედია მილიონამდე ხალხი ყავს ხო მოკლედ აი ეს სივრცის პროვინციული პატარა სივრცის და ამ დიდი გაშლილი სივრცის სადაც ასე ვთქვათ ბევრი ფული შეიძლება იშოვო აი ეს არის ასე ვთქვათ კვაჭისთვის რუსეთის და საქართველოს მოდელია რა და ეხლა გადავიდეთ აი ამ სიზმარზე კვაჭის სიზმარზე ხო სადაც ის ხედავს აი ამ რაღაცა საქართველოს უცხოეთში დაღუპულ ჯარებს ირგვლივ ჯარები დახოსპოსებდნენ, დახოცილები გულაღმა ჰყრიან, გვამებს ხორნები ჰკორტნიან და დადირების ჭამდნენ. ბევრი იცნეს კვაჭმა და ყორანაშვილმა ცოცხლებსა და დახოცილებში. ძმებო, აქ რას ეძებთ? ამ სიშორეზე რამ მოგიყვანათ? არ ვიცით, ბედს მივდებთ, ბედს ვეძებთ. და ეს კვაჭის ფერი ცხოვრებაც არის ბედის წერდა, ხო? ან ჯავახიშვილი კვაჭის ცხოვრებას აღწერს როგორც ბედის დევნას უცხო ქვეყანაში, რუსეთში, სადაც ასე ვთქვათ, აი ამ ბედს ის ვერასდროს ვერ დაეწევა, ხო? და ამის მაგალითია, ანუ ამის პარალელია ეს სწორედ უცხოეთში დაღუპული ადამიანები და აი პირდაპირ ხედავთ მინიშნებას რაფიელ ერისთავის ტექსტზე, ხო ძმებო თქვენი სამშობლო ამ უდაბნოზე უნდა 60 აღარ არის, უდაბნოდ ქცეული 60-ია, რადგან სვალეთო საწუთრომ გაგვაცვლებინა, ხო? ანუ პრინციპში კვაჭანტირაძე ეს არის ასე ვთქვათ, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რაფიელ ერისთავის თარგმან რა მოსდის ადამიანს, რომელმაც თავისი რაღაცა სალიკლდეები გაცვალა სხვა ქვეყნის სამოთხეზე და გახსოვთ როგორ ამთავრებს თავის ცხოვრებას. კვაჭი ეს არის ასე ვთქვათ სტამბოლის ბორდელში ის ბორდელის ფლობელის ქმრად. არა და ნუ აი უკმაყოფილო უბედური კვაჭი სამშობლოს მოწყვეტილი აი ასე ვთქვათ თავის დღეებს ამთავრებს აი სტამბოლში, ხო? ეხლა ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ აი ეს ორი ტექსტი რაფიელ ერისთავის და კვაჭი კვაჭანტირაძე, ხო? პირველ შემთხვევაში თუ კი შეცდომა ასე ვთქვათ, რომელიც მოსდის ხევსურს, ეს არის ის, რომ ის თავის სამშობლოს ზედმეტ და აფექტურად უყურებს, არა და უარს ამბობს ასე ნებისმიერ მობილობაზე და ვთქვათ ნებისმიერ ცვლილებაზე, არა? კვაჭი კვაჭანტირაძე არის მისი სარკისებური ანარეგლი, ანუ კვაჭი კვაჭანტირაძე არის 180 გრადუსით შემოტრიალებული ეს ხევსური, რომელიც მთლიანად წყდება, ასე ვთქვათ, აი ამ თავის სამშობლოს და აი ჯავახიშვილი გვიჩვენებს რა შეიძლება დაემართოს ამ ადამიანს, ხო? აკეთებ შემდეგი ჩვენი ტექსტი, რომელიც ამ თემას აგრძელებს პირდაპირ, ეს არის ცნობილი ფილმი მიმინო, ხედავთ თქვენ აქ რეზო გაბრიაძეს და გიორგი დანელიას, რეჟისორს და სცენარისტს, მესამე ძალიან კარგი სცენარისტი ვიქტორია ტოკარიოვა ამ სურათში არ მოხვედრილა. და ესე იგი, აი ეს კვაჭიში ეს თემა ხო, ანუ კვაჭიში პირველად ჩდება, თქვათ, აი ეს რაღაცა კავკასიელი ავანტურისტის სახე, რომელიც ასე ვთქვათ, ასევე არის დიდი მაჩო, ხო? ანუ თუ კი იქამდე ჩვენ რუსულ ლიტერატურაში საქართველოს შესახებ, ასე ვთქვათ, ქართველი კაცი მეტნაკლებად იმპოტენტად არის დასახული, ხო? ანუ ხალია რაც აინტერესებს აინტერესებთ. ხდება აი ჯავახიშვილთან უკვე ამის შემოტრიალება, ეს არის ასე ვთქვათ, ძლიერი კაცი, რომელიც რუსეთის ფართო შესაძლებლობებს ითვისებს მათ შორის სექსუალურადაც, რა? ანუ როლების 180 გრადუსიანი შემოტრიალება და ერთ-ერთი ამისი მაგალითი აი ამ თემისა, რომელიც დაიწყო ჯავახიშვილმა, ეს გახლავთ ლიცო კავკასკელი და ცედანმესტი, რომელიც
ასე ვთქვათ, ანეკდოტურ დონეზე ფიგურირებს, მაგრამ არა მარტო ანეკდოტურზე, არამედ აი ფილმის დონეზეც. აი ამ ფილმში მიმინო, ხო და რა ხდება ხე მიმინოს შინაარსი ყველას ძალიან კარგად გახსოვთ, ხო, რომ ეს არის ასე ვთქვათ. ასევე ჩემი აზრით ძალიან პირდაპირი მეტაფორა აი ამ რაფაელ ერისთავის სამშობლო ხევსურისას, ხო? თუშია აღარ ხევსური არ არის ეს ჩვენი ვალიკო მიზანდარი, რომელიც ცხოვრობს ამ სადღაც იმაში უმალოში შენაკოში და მოკლედ იქიდან დაფრინავს ამ ვერტფრენით, ყავს და მამა კიდე ბაბუა უბრალოდ და დიშვილი და აი ამ თავის ოჯახს უნდა რომ შეერთონ ეს სკოლის მასწავლებელი ცოლად და ყველაფერი არის ნორმალურად იქამდე სანამ ხო აი ეს სცენა რომელსაც ახლა ვერ გავუშვებთ ვიდეოთი ხო იმიტომ რომ აქედან მე მგონი ამას ვერ ვაკეთებ მაგრამ შეიძლება ვიპოვო ხა ერთად ინტერნეტში თუ გინდათ თუ გახსოვთ Marcela cuida do trajeado, mas isso é კარგი ხეთ მე მგონი ამ პერი წავივა ახლა მოსაწევი რა სამწუხაროდ ამას სადა მეორე ხალხში PowerPoint და ის არის შეიძლება ნამდვილად ბაქერაჩუ სცენა რომელიც ვარ ნახოთ ძალიან სამწუხარო იქნება. მოკლედ ეს იმინო რომელიც გაუშვეს აი ამ იმის გასაფეთქებლად. ბოლოს სცენას მიექცეთ ყურადღება. 254-ისკენ მომიდია. და აი ამ სცენაში მოკლედ ვალიკოსთვის ნათელი გახდება ასე ვთქვათ გეოგრაფია, ხო, ან თვითონ რაღაცა ყრულ პროვინციაში და არსებობს რაღაცა სამყარო, რომელსაც წარმოადგენს აი ეს 254 ეს საბჭოთა კონკორდი, რომელიც ხან დელიში დაფრინავს, ხან სად, ხო? და ნუ ეს ერთი ნაწილი და მეორე ეს სრულად ეროტიკული
ნაწილი ლარისა ივანოვნა, რომელიც ასე ვთქვათ, წარმოადგენს აი ამ რაღაცა ასევე განუსაზღვრელ ეროტიკულ შესაძლებლობებს რომელიც საქართველოში არ არის. ხო, ანუ საქართველო კონკრეტულია ოჯახით, საქართველოს ასე ვთქვათ, აი ეს რაღაცა ეთიკური ინდექსი არის, ოჯახის ინდექსი და რუსეთის ინდექსი, ეს არის ასე ვთქვათ, თავგადასავლის ინდექსი, მათ შორის ეროტიკული თავგადასავლის ინდექსი. ხო და აი ვალიკო გადაწყვეტს სწორედ აი ეს თავისი სალიკოდეები, ამჯერად უშური და არახელსურული გაცვალოს სხვა ქვეყნის სამოთხეზე და მიდის მოსკოვში. ხო, მიდის მოსკოვში იქაც აქვს ჩვენ ხო და ნუ მიდის მოსკოვში და ისთვის მიდის ეს ჩდება უკვე ძალიან კარგად ამ შემდეგ სცენაში ხო აი ეს გვიჩვენებს ამ სცენას ახლა ძალიან კარგად ჩვენებთ, მაგრამ ნუ ეს ადგილი ხო გახსოვთ ალბათ ხო, როდესაც ვერტფრენი გაწყეთს ჯაჭვს და მიფრინავს შორს რა, პირდაპირ ასე პირდაპირი სიმბოლოებით დანელია გვიჩვენებს ამას რა. და ჩადის მოსკოვში, იქაც ეს სცენას გახსოვთ რა, ლარისო ივანოვნა ხაჭუ, რომელიც არის ასე ვთქვათ, ქართული სატელეფონო რაღაც პარაზიტული გამოთქმის რაღაცა მინდოდა, აი ამის თალიბანის ინდოეთში ვსულობ, მაგრამ პირდაპირ გამოხატავს ასე ვთქვათ, ხვეცნობიერ დონეზე რა უნდა სიახლეში მიზანდარს და რისთვის არის ეს მოსკოვში ჩასული, ხო? ოღონდ ეს ლარისა ივანოვნა ცხადია, ეს არ არის მარტო ასე რაღაცა უკავ ტრივიალური ქალი, ეს არის ქალის სიმბოლო, ქალი უკიდურესად დატვირთული სიმბოლო, ისევე როგორც თეთრი ლაინერი და დიდი ავიაცია, ეს ორივე არის ერთად. სიმბოლო, რომელიც წარმოადგენს აი სწორედ სამპირობით სამოთხეს, ხო, ანუ რაღაცა დაუსრულებელ, გაუთავებელ შესაძლებლობებს უცხო ქვეყანაში. და ეს რუსეთი უკვე ასე ვთქვათ, აქ არის უკვე რაღაცა დედაქალაქის დატვირთულია რა, ანუ განსხვავებით ვთქვათ სიტყვაზე ჩავახშულის ტექსტისგან, ხო, სადაც ეს იყო შესაძლებლობების გაუთავებელი შესაძლებლობების ქვეყანა. აქაც იგივეა, ოღონდ მოსკოვი იკითხება კიდევ უფრო სხვა კონოტაციებით. ძალიან საინტერესო პარალელი არსებობს ყვაჭის სიზმარსა და აი ამ სცენას შორის, რომელსაც ასევე განახებთ, იმიტომ რომ ესეც ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ეპიკური სცენა არის. Что я могу сказать? В Москве есть станция метро. Называется именем Багратиона. Когда я проезжаю, у меня в глазах всегда появляются слезы. Это слезы гордости. Я горжусь, что этот великий полководец мой соотечественник. И сейчас, когда я смотрю на скамью подсудимых, у меня слезы. Но это другие слезы. Это слезы стыда. И мне стыдно, что я тоже грузин. ეხლა ეს პაპიშვილი თუ გახსოვთ, ხო? ანუ პრინციპში პაპიშვილი ხო, რომელიც ასე ვთქვათ, შეაცდენს ვალიკოს დას, გაიქცევა მოსკოვში, ასე ვთქვათ, სექსუალური გაქცევები მოსკოვში ძალიან ტიპიურია, ამ პერიოდის ქართული კინოსთვისაც, ხო? ანუ სიყვარული ყველას უნდა შეგახსოვთ კონექტის სცენა, ხო? აქტუალური არ გამოვიდა მოსკოვში ტიპიზეის დავიდეთო. და ეს პაპიშვილი არის, ასე ვთქვათ, პაპიშვილს აქვს საბჭოთა წარმოდგენებით ყველაფერი, ხო? აქვს ვოლგა, აქვს ვინა მოსკოვში, აცვია გუბლონკა და ასე ვთქვათ, საბჭოთა სტატუს სიმბოლოების თვალსაზრისით თუ იმშელეთ, ის ცხოვრობს საბჭოთა სამოთხეში, ხო? არაფერი არ არის ცხოვრებაში, მაგრამ არის უშვილო და არის ასე ვთქვათ, სრულიად ეთიკურად დეგრადირებული, ხო? ანუ პრინციპში აშუქო, ანუ მას გაიქცა რაღაცა ქალს, ამ ვალიკოს დას, ყავთ ცნობას იმაშვება, რომ იგულობს ბიზანტიის ნაცემი ყავს და ასე შემდეგ, ხო? და ისედაც ასევე ბაგრატიონს, რომელიც ივანე აფხაზის არეგოს რუსეთში მოღვაწე რუსი გენერალია, რომელსაც ასე ვთქვათ, საქართველოსთან ამერიკული კავშირი გარკვეულ არის არ აქვს. და ეს პაპიშვილი არის ფაქტიურად ვალიკოს ორეული სინამდვილეში, ხო? ანუ არა მარტო ანტაგონისტია, არამედ არის მისი ორეული, რომელიც გვიჩვენებს ჩვენ რა შეიძლება დაემართოს ვალიკოს თუ ის გადავა და სამუდამოდ ასე ვთქვათ, სწავლა რუსეთში რა. და თუ გასვევთ თქვენ ამ ფილმიდან, რომ ვალიკო ვერ ინტეგრირდება რუსეთში, ან მუდმივად მას რაღაცა კონფლიქტი
კონფლიქტები აქვს, ის სცენა რო არის აეროპორტში, სადაც ხედან ის ყველანი ერთად ვარიანტი ეს მარტოა და ინტეგრაციას ვერ განიცდის, ხო? და სულ ოცნებობს აი თავის სამშობლოში დაბრუნებაზე და ბოლოს გუნდება კიდეც ამ სცენასაც ახლა რაღაც დიდიაზე არ გაჩვენებთ, გასულ ალბათ გუნდება და თავდება ყველაფერი იმითი, რომ ასე ვთქვათ ეს ფრენი ისევ ჯაჭვით ებმევა ასე განსხვავებით ჯავახიშვილისგან მინინო ფაქტიურად აი ერისთავის, რაფიელ ერისთავის ტექსტს აფირმაციას უკეთებს, ხო? ანუ პრინციპში ასე ვთქვათ მინინოც მიდის და ცდის აი ამ გაცვლის ამ სპარტონის სამოთხეზე თავის სალდებს, მაგრამ გუნდება უკან, იმიტომ რომ ხვდება რომ ასე ვთქვათ სრულყოფილი ცხოვრება შესაძლებელია მარტო რაღაცა სამშობლოში და არა მის გარეთ. ეს არის აი მე-20 საუკუნის ქართული პატრიოტული ტექსტის ერთი ნაწილი, რომლის მეორე ნაწილიც არის აი ეს რაღაცა სრულიად დაუუკებელი ლტოლვა რუსეთის აი რაღაცა დიდი სივრცის მიმართ, რომლის ასე ვთქვათ მარკერი, რომლის სიმბოლოც არის აი ესეთი პირობითი ქერა ლარისა ივანოვna, ხო? და ჩვენს დღევანდელ ტექსტში ვეშვიდეთ მანიცის დისკუსია შეიძლება ამის ყველაფერს და არა, მაგრამ სინამდვილეში ეს ყველაფერი არის გაცილებით უფრო ხმა და ტრაგიკული, ხო? ეს არ არის უბრალო ეროტიზმი, ეს არ არის ასე ვთქვათ ეროტიული თავგადასავლების ძებნა, ეს არის უბრალოდ კონფლიქტი, რომელიც არსებობს აი ამ იმპერიულ გეოგრაფიაში ცენტრს და პერიფერიას შორის, ხო? კარგით და ნუ აი ახლა გადავალ ფაქტობრივად უკვე ბოლო მაგალითზე, ეს გახლავთ ოთარ ჭილაძე, შესანიშნავი ქართველი მწერალი, რომელმაც 1995 წელს დაწერა საკმაოდ ისეთი პრობლემური რომანი „ავეგუმი“. ხო, ეს „ავეგუმი“ არის ასე ვთქვათ ქართველი ინტელიგენტის, რომელსაც შეიძლება ციტერის დაარქვა. მასზეა აქტიურ წერალზე, რომლის ისტორიასაც ჩვენ ვიგებთ ასე ვთქვათ სადღაც 30-იან წლებიდან მოყოლებული სამოქალაქო თბილისის სამოქალაქო ომამდე, სადაც ეს წერალი იღუპება, ხო? და შუალედში კიდევ ბევრი სხვა რაღაცაა, მაგრამ თხრობის ტექსტის თხრობა იწყება პერესტროიკის პერიოდიდან, როდესაც ინგრევა ორი იმპერია და რაც ძალიან საინტერესოა, ასე ვთქვათ, ხო? ჩვენ ვილაპარაკეთ უკვე იმაზე, რომ ჯავახიშვილიდან მოყოლებული ტრიალდება, ასე ვთქვათ, როლები, არა, ეს ქართველი მამაკაცი ხდება უცებ აქტიური, რუსეთის კოდირება ხდება უკვე, ასე ვთქვათ, ფემინინურად, არა, რუსეთის კოდი, რუსეთის ინდექსი არის მდედრობითი და აი ეს ტენდენცია უკვე აყვანილი არის რაღაცა აბსოლუტურად აღმატებით ხარისხში ოთარ ჭილაძესთან, იმიტომ რომ ის ლაპარაკობს ორი იმპერიასთან, არსებობს ორი იმპერია, არსებობს ასე ვთქვათ ეს ბოროტების იმპერია, რომელიც არის საბჭოთა კავშირი და არსებობს მისი მიკროიმპერია, ეს არის სიყვარულის იმპერია, ასე ვთქვათ, რომელშიც შედის მისი ცოლი მელანია, რუსი საყვარელი სონია, ფრანგი საყვარელი ფრანსუაზა და ორი ქალიშვილი, ერთი რომელიც ფრანსუაზასგან ყავს და მეორე რომელიც ყავს მელანიასგან. სიგნალ ძალიან ნიშანდობლივია, რომ რუსი საყვარლისგან შვილი მას არ აყავს, უბრალოდ ეს რუსი საყვარელი გაიკეთებს აბორტს და გადაწყვეტს, რომ მithobdes ვიღაცა სხვა კაცს, ხო? ანუ პრინციპში ამით ასე ვთქვათ, ნაჩვენები რუსი ხო, ნაჩვენები უპერსპექტივობა საქართველოს და რუსეთის კავშირისა რა, მაგრამ აი ეს ტრანსლაციო იმპერიის, ხო, ამ იმპერიის თარგმანია რა, რომელიც ასე ვთქვათ, ძალიან ისეთი ცნობილი ფიგურაა იმპერიის თარგმანის, ასე ვთქვათ, პირველი რომიდან მეორეში ან პირველიდან მესამეში, აი ეს რაღაცა ტრანსლაციო იმპერიის, მაკროიმპერიიდან მიკროიმპერიაში, ხო, ანუ საქართველოს იმპერიული ასპექტების შემოტანა ჭილაძესთან ძალიან საინტერესოა. ხო. კარგით ბატონო. ეხლა აი რამდენიმე ციტატა, რომელიც უბრალოდ აი ამ ისტორიას გვიყვება ჩვენთან, ავეგუმის ციტატას, ამასაც ხო ყველაფერს არ წავიკითხავ, უბრალოდ გაჩვენებთ, ხო და ეს ორი იმპერიის დაცემა რა, ან პერესტროიკა, როდესაც ინგრევა საბჭოთა იმპერია, არის ასე ვთქვათ საკისებური ანარეკლი ავეგუმის მიკროიმპერიას, ანუ მისი სიყვარულის იმპერიის ნგრევისა და ამას ბოლოში გეტყვით, რატომაც არის ეს ორი იმპერია ერთმანეთთან დაკავშირებული. ეხლა მოსკოვის კონოტაციები, ხო? ანუ მოსკოვი არის მაგალითად აი სტატუსაღო არის საბჭოთა კავშირი, ხო? ანუ მას უკვე ასე ვთქვათ, ბოროტების იმპერიის კონოტაცია საბჭოთა კავშირს, ციხის და ლაბირინთის ასევე, ხო? ანუ არის სცენები, სადაც ყვება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ჩავდიოდი მოსკოვში, გზას ვერასდროს ვერ ვაგდებდიო და ასე შემდეგ. ხო? ანუ მოსკოვი არის ლაბირინთი პირდაპირ გვაგზავნის ჩვენ ინტერტექსტუალურად, საკმაოდ ესეთი ღია მეტაფორა არის. ნინოსის ლაბირინთში, ამას თავი წარმოუდგენია, მოკლედ ამ ავეგუმს, რომ ეს არის დედალოსი და იმპერიიდან გაქცევას ახერხებს, მაგრამ რაც ძალიან საინტერესოა, არ აქვს მას რეფლექტირებული
ის რომ დედალოსი თვითონ არის იმპერია ლაბირინთის აღმშენებელი ასე ვთქვათ. ანუ რამდენად არის თვითონ ჩართული აი ამ სტრუქტურის მშენებლობაში, რომელსაც ის ეძახის ციხეს, სტატუსაღოს და ასე შემდეგ, ხო? თუმცა ხო, ნუ ეს ჩრდილოეთი არის უვიტამინო და ასე შემდეგ, ხო? აი ლაბირინთის დედაქალაქი და ასე შემდეგ. ეხლა რაც ძალიან საინტერესოა რა არის ასე ვთქვათ ხო ანუ ეს რუსეთი არის აი ეს ლაბირინთულად და ნეგატიურად კონოტირებული შეიძლება ვთქვათ ეს სონია მისი საყვარელი ასე ვთქვათ უარს ამბობს მის საყვარლობაზე და გათხოვდება და აბორტს გაიკეთებს და მეორეს მისი ცხოვრების თავარი სიყვარული ეს არის ფრანგი ფრანსუაზა მაგრამ ავეგუმი ასე ვთქვათ არ მიდის საფრანგეთში და არ მიდის რატო არ მიდის აი ხედავთ ახლა აქ იმიტომ რომ ასე ვთქვათ ეს დისიდენტებიო სინამდვილეში სისტემას ემსახურებოდნენ და აქედან ასე ვთქვათ დისიდენტად წასული იყო იგივე სისტემის მსახური როგორც ყველა სხვა ხო ან პრინციპში უბრალოდ ადგეს და საფრანგეთში წავიდეს მას არ აცნობს არა ანუ ეს პრინციპში არ არის მისთვის გამოსავალი იმიტომ რომ და მე მოდის ეს ძალიან საინტერესო რაღაცაა რა ხო, ну მოკლედ ემიგრაცია არის შეუძლებელი და ეს ემიგრაციის შეუძლებლობაც პირდაპირ მიგვანიშნებს გვაგზავნის ისევ ან რაფიელ ერისთავის ტექსტთან. ხო, ну აი ყავდა ცოლ-შვილი, რომელიც არავისზე ნაკლებად არ უყვალდა თბილისში და ამის გამო არ მიდის, მაგრამ ეს ძალიან ზედაპირული ახსნა, უფრო ღრმა ახსნა გვექნება შემდეგ. და აი აქ ხედავთ ამას. რომ ასე კი ისა რა ქვია, პრინციპში თავის ცოლთან დარჩენას ის არჩევს იმიტომ, რომ ეს დროის და სივრცის მომენტი ჭილაძესთან ძალიან ძლიერია, რომ ასე ვთქვათ, ფრანსუაზა ვერასდროს ვერ გაიგებდა იმას, რაც იცოდა მელანიამ, ხო? ან თუ ფრანსუაზას უნდა აეღო და ავეგუმი გადაერგა იმაშიო, რა ქვია, სხვა ნიადაგზეო, მელანია თვითონ იყო ის ნიადაგი, რომელშიც ავეგუმს ფესვები ჰქონდა გატყმული, ხო? ან ეს რაღაც საქართველო მაინც არის მისთვის რაღაცა ეს ავტოხტონური ტერიტორია, რომელშიც მას ეს ფესვები აქვს გატყმული რა, მაგრამ ესეც აი ამ იმპერიული გეოგრაფიისთვის, ასე ვთქვათ, ეს ტიპიური ბინარული ოპოზიცია ცენტრს და პერიფერიას შორის არ მთავრდება ჭილაძესთან, არამედ არის უფრო ფართო. იქ არის კიდევ მოხსენიებული კუნძული. და ეს კუნძული ეს ძალიან ყურადღებით წაიკითხოთ ეს ადგილია რა. აი წახალ ჩემ კუნძულზეო და გავარვარებულ დოდებზე ფიქრით გავუჩნდები მზეს, ანდა ვეიტიშობილა იტანტალებ ბუნების წიაღში, ბუნების შვილივით ცივილიზებული ეშო და მართლაც რამდენიც გენდომება, იმდენიც იოცნებებ იმ ბედნიერ დღეზე, როცა შენი კაცი ჭამია ქართველი ბოლოს და ბოლოს გაადამიანდება, ეზიარება ცივილიზაციას, კულტურას და თავადაც დედიშობილა გამოგეცხადება მზის ამოსვლის კუნძულზე, სადაც ჩაცმულ კაცს არც თუ ვერ დაინახავ თურმე, ვერც წარმოიდგინე ისეა თვალი გარყვნილი. უკაცრავად გარყვნილი კი არა მიჩვეული, ბუნებრივ, უფრო სწორად კი ესთეტიკურ სისიშვეს. სხვათა შორის სიარული ფრანსუაზას ბებიამ და მისმა მეგობარმა დაამკვიდრეს თურმე იმ კუნძულზე. მაშინ კუნძული ჯერ კიდევ უკაცური ყოფილა თითქმის, მავთულ ხარჯებით შემოღობილი სამხედრო საზღვაო ბაზის გარდა, სულ რამდენიმე ქოხმახი მდგარი და ეგ არის მნიშვნელოვანი ადგილი. და ერთ მათგანში ფრანსუაზას ბებიას უცხოვრია, ქვრისგან ნაღალატევი, იქ გადასახლებულა ვიღაც რუს ემიგრანტთან ერთად კროპოტკინის უახლოეს თანამებრძოლი. ეს კროპოტკინის რო არის შემთხვევით, ხო? ეს არის პრინციპში რაღაცა ისეთი მოანარქისტულო, უტოპიური თავისუფლების ადგილი, რომელიც ასევე სექსუალურად არის კონოტირებული, ხო? ანუ თუ იმპერია, ანუ გინდა მაკროიმპერია და გინდა მიკროიმპერია, ხო? ანუ გინდა რაღაცა ბოროტების იმპერია, საბჭოთა კავშირი და გინდა ავეგუმის სიყვარულის იმპერია დაკავშირებულია ძალადობრივ ურთიერთობებზე, რომლის ინდექსიც არის სექსუალური, ხო? ანუ ეს არის სექსუალური აქტით, ასე ვთქვათ, ხდება რაღაცის დამორჩილება ან არ დამორჩილება რა. ეს კუნძული არის ასექსუალური, ანუ ეს არის ნუდისტების კუნძული, სადაც ასე ვთქვათ, ერექცია ითვლება, ან რაღაც სექსუალური ტოლვა ითვლება ცუდ ტონად რა. ანუ ეს არის ასე ვთქვათ, ყოველგვარ სურვილს, ყოველგვარ ტოლვას მოშორებული სამოთხე, რომელიც ტერიტორიულად არ არის არც ევროპა, არც რუსეთი, ხო? ანუ ეს არის რაღაცა თავისუფლების უტოპიური ადგილი, რომელშიც ავეგუმი ვერ შედის. ხო, ის ამ კუნძულზე ვერ ხვდება და იღუპება თბილისში, იმიტომ რომ თვითონაც არის ასე ვთქვათ, ამ იმპერიის, რომელსაც ის თავის შუაში ებრძვის, სარკისებურად გადმოტრიალებული მოდელი, ოღონდ ასე ვთქვათ, მიკროიმპერატორი, მიკრომოძალადე, მიკროსატუსაღოს გამგე და ასე შემდეგ, რა. მაგრამ მის გეოგრაფიაში შემოდის აი ამ რუსეთის და საქართველოს, ხო, რომელიც ორივე არის ერთნაირად ასე ვთქვათ, სტატუსაღოდ გადაქცეული, აი ეს რაღაცა უტოპიური თავისუფლების ადგილი, რომელშიც გასასვლელსაც ქართული ლიტერატურა, ასე ვთქვათ, მე-20 საუკუნეში ვერ აღწევს. ხო, ანუ ის რჩება
გარკვეული რაღაცა ამ იმპერიული სივრცის ტყვეობაში და აი ეს თავისუფლების ტოლვა არის თქო მე-20 საუკუნის საქართველოს ძალიან სერიოზული თემა, ოღონდ თემა, რომელიც გადაწყვეტილი არ არის მასში და ნუ ჭილაძეც არის ამის ერთ-ერთი მაგალითი, ხო? ამითი მინდა დავამთავრო, ასე ვთქვათ, ეს ჩემი რევიუ რუსეთის შესახებ საქართველოს ლიტერატურული წარმოდგენებისა. ბოდიში რომ ცოტათი გამიგრძელდა სიტყვად შეგაწყინეთ თავი, მაგრამ მე მგონი თუ გაქვთ სურვილი, დიდი სიამოვნებით უპასუხებ თქვენს შეკითხვებს. დავიწყებ კითხვით, რომელიც ალბათ უშუალო კავშირში არ არის ლექციის თემასთან. მაგრამ გამიშთა მაშინ, როცა რაფიელ ერისთავიდან გადავედით ჯავახიშვილთან. ანუ ერისთავთან იყო ლაპარაკი იმპერიული ნარატივის ერთგვარ ინტერნალიზაციაზე და მისთვის უბრალოდ რაღაც ესეთი მოდალობის შეცვლაზე, ხო? რამდენი შეიძლება ისეთი ნარატივის, რომელიც იმპერიულ ნარატივის ინტერნალიზაციას არ აკეთებს და მისგან დამოუკიდებელია და ერთგვარად საკუთარი ხმა ქართველისა ან როგორც და არა როგორც ქართველის, როგორც პროვინციელის, მაგის მაგალითად გამოვიხილოთ ვაჟა. ხო, ანუ რომელიც საერთოდ თითქოს თავს არიდებს ამ პრობლემატიზებას იმისა, ვარ თუ არა ჩვენ პროვინციელები და კიდევ ალბათ ძალიან კარგი მაგალითი იქნება, თუნდაც ალუდა ქეთელაური, ყველაზე მარტივი ხარაც გავახსენდა, რომ სადაც თავარი ბევრ ლიტერატურაში ესეთში, სადაც ეს იმპერიული ნარატივის ინტერნალიზაცია ხდება, არის ის, რომ საზოგადოება დგება რაღაც პრობლემების წინაშე და თუ პროვინციული საზოგადოებას რაღაც პრობლემების წინაშე ყოველთვის აყენებს ეს იმპერიული საზოგადოება, ხო? პროგრესის საჭიროების წინაშე და თქვა დაალუდა ქეთელაურში რასაც ვხედავთ არის ის, რომ საზოგადოებაში კონფლიქტი ან თუნდაც ეთიკური დილემა ყოველად დამოუკიდებელია რაიმე სხვა სივრცისგან, ხო? თქვა რა ქვია ალუდას და პროვინციული თემის წევრის პირადი გამოცდილების შედეგია. ეს ერთი კითხვა რაც მინდა დავუსვა და მეორე არის ჯავახიშვილი რამდენად ცდილობს რომ ეს იმპერიული ნარატივი გადაიაზროს და ალბათ ჯაყო და თეთრი საყელო იქნება ჩემთვის მაგალითი, იმიტომ რომ შემდეგჯერ ახსენე ეს ტროპი საქართველოსი როგორც ხალის და ნუ ჯაყოს ხიზნებში ეს თავისთავად ცხადია რომ საქართველო ხალია და მარგო ხალია და ეს ორი მამაკაცი რო იბრძვის ქალისთვის და არც ერთს არ ესახება სხვა გზამასთან ურთიერთობისა გარდა ძალადობისა, მაგრამ კიდევ საინტერესოა თეთრსაყელოში რა ხდება. იმიტომ რომ თეთრსაყელოში დაცხადდა რომ თავად პერსონაჟებს თანახმობაში რომ ძალიან კარგი მოპატიეთ, იქაც იბრუნებს თავის ქართველობას, თავის საქართველოს და რაღაც კავშირს ამყარებს თავის ძირებთან იმით რომ იქ უყვარდება ვიღაცა ქალი და თან ამ ქალს მე რაც ხელშური ქალი და მე ამ ქალს ვიღაც ართავს, იმიტომ რომ იქ რაღაც თავისი შეყვარებული. ხო, აი ეს ორი კითხვა იყო რაც მოდავს. დიდი მადლობა თორნიკე. კი, მართალია ხან ვაჟა არის ალბათ ერთ-ერთი იშვიათი ქართველი ავტორი, რომელიც ამოვარდნილია მეტნაკლებად აი რაღაცა იმპერიული თამაშებიდან, ხო? ამიტომ რომ პრინციპში ქართული ლიტერატურის და რუსული ლიტერატურის კითხვა ძალიან საინტერესოა ერთად რა და ხედავთ რომ ეს არის პინგ-პონგი, ხო? პასუხი და ასე შემდეგ. ვაჟა აი ამ დიალოგიდან, ასე ვთქვათ, დიალოგია, პოლილოგია თუ რაც არის, შედარებით ამოვარდნილია იმის ხარჯზე, რომ ის ახერხებს, ასე ვთქვათ, მითიზაციას, ასევე მთის სამყაროს, ხო? და მართლაც დგას იმპერიული ტექსტის გარეთ ამ პროცესს. რაც შეეხება, ხო, არც არ დავუმატებ, რაც თქვი პრინციპში კეთახმები. საინტერესოა რატო? ჯავახიშვილს რაც შეეხება, ჯავახიშვილთან თეთრსაყელოში ძალიან საინტერესო არის ის, რომ ასე ვთქვათ, აი მთავარი პერსონაჟის მასკულინიზაცია, ხო, რომელიც თავიდან ეფემინირებულია სრულიად არა, ხდება აი ისევ ხევსურებთან, ვისთვის ხევსურები შემთხვევითი ხევსურები არ არიან და აი ესეც პირდაპირ გვაგზავნის, ასე ვთქვათ, ერისთავთან, რა.
და კავშირი, ასე ვთქვათ, ქორწილი არა, რომელიც სიმბოლური გამოხატულებაა რაღაცის და რაღაცის კავშირის, ეს არის კავშირი რაღაცა არქაულ მიწასთან ახლოს დგომ, მეომარ, მებრძოლ საქართველოსთან, ინტელიგენტ და ასე ვთქვათ, აი გონებრივ საქართველოსთან, რომელიც ჯავახიშვილთან ყოველთვის ასე ვთქვათ, ნეგატიურად და ეფემინირებულად არის აღწერილი. ხო და აი ამათი ჰიბრიდი მისი აზრით, ასე ვთქვათ, გვაძლევს აი რაღაც ისეთ ქართველს, რომელიც მისთვის შეიძლება იყოს გმირია რა. და ნუ აი ეს ხევსურეთის მას ხშირად აბრალებდნენ, რომ ეს არის კონსტრუირებული ხევსურეთი, ეს არის არაეთნოგრაფიული ხევსურეთი და რაღაც ეგრეთ პრინციპში ალბათ მართალიც იყო, იმიტომ რომ მისთვის ეს ხევსურეთი არის სრულიად სიმბოლური ხევსურეთი, რომელიც ასე ვთქვათ, აი სადაჩვეულო გავსდილვარ ის ხევსურეთია, ლიტერატურული ხევსურეთია უფრო და არა, ასე ვთქვათ, რაღაცა ეთნოგრაფიული ისტორიების ადგილი. რაც შეეხება ჯაყოს, იქ ჯავახიშვილი ასე ვთქვათ, მთლიანად ამ იმპერიული ტექსტის ფარგლებში რჩება, რა თქმა უნდა, საკაის არის რა ქვია. და ხო, ქალი და პასიური ქართველი მამაკაცი, რომელსაც უპირისპირდება რაღაცა ძლიერი სხვა მამაკაცი, რომელიც მას ართმევს ქალს. ეს არის სუფთა ალალი, ასე ვთქვათ, 100%-იანი იმპერიული ტექსტი, რომელიც უბრალოდ სხვა იმაში არის, რა ქვია, იმპერიული სიუჟეტი უბრალოდ, რომელიც სხვა დეკორაციაშია დადგმული. დავაზ ხო შეიძლება რასაც რასაც ის თავს ვაბრალებს რა ინტერნეტზე ზუსტად იმავს ვარაკეთებს თეთრ სახელში ბავშვი იმიტომ რომ იქ ძალიან კარგად მახსოვს ერთი ფრაზა რომ დღეში ვივიწყებ რაღაცა 10 ციას და უარს ამბობს ცივილიზაციაზე და თვითონ ეს რომელსაც მე იხსენებს მე რა შემდეგ რაც ხო თქვენი საუბრეთ რუსეთზე როგორც რაღაც საცდურებზე, რომელიც რაღაცებს ყოველთვის გვაცდენდა, ხო, სიტყვაზე თავიდან განმანათლებლობა, შემდეგ ფრთების გაშლის ადგილი, შემდეგ იყო რაღაცა ლარისა ივანოვნა, რომელიც რაღაცა ქალის სახე. თუმცა, მიუხედავად ამისა, არასდროს არ ხდება მაინც კულტურული ასიმილაცია ქართველების და რუსებს შორის. და მუდმივად მინარჩუნებთ ამ რაღაც იდენტობას, როგორც ქართველებისას და მე მაინტერესებს რა არის აი ამის საფუძველი. ეს არის ახლა რეზისტენციული ძალა, დაპირისპირება იმპერიალიზმთან და აქედან მოდის ეს იდენტიფიცირების მძაფრი შეგრძნება, თუ ეს არის რაღაც შინაგანი იმპულსი, რაც აი მაინტერესებს რა არის ზოგადად აი ჩვენი იდენტობის მთავარი შემენარჩუნებელი მოტივი. თორნიკეს უპასუხე ხო ჯავახიშვილი არ არის ისე ძალიან მოაზროვნე ავტორი არის რა ანუ თუ კი თქვა და ერისთავთან შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს არის შეიძლება ითქვას გაუცნობიერებელი მეტნაკლებად გაუცნობიერებელი ინტერნალიზაცია ჯავახიშვილი ეს ყველაფერი გაცნობიერებული აქვს და ძალიან ირონიულად თამაშობს ამ ტექსტებთან ხო და ასე ვთქვათ ეს თავი პერსონაჟი მე ბრუნდება როდესაც ბრუნდება მობეზდება ეს კონკრეტ ეს რაღაც ხელშეუხებელი ცხოვრება და ბრუნდება თბილისში სწორედ იმიტომ რომ აქტიური ცხოვრება დაიწყოს და ასე ვთქვათ აი ამ რაღაცა იმიდან რო რაღაც ხელოვნური გაქცევის ადგილიდან დაბრუნდეს ესე თბილისში და იქ რაღაცა იაქტიუროს რა იყო იაქტიუროს უკვე რაღაც აქტიურ როლში და მე რა ამ სიტყვებს რომელსაც ის ივიწყებს ანუ ცივილიზაცია ეს ყოფილიყო მარტივი ცივილიზაციიდან გაქცევა ეს იქნებოდა ძალიან პრიმიტიული ტექსტი მაგრამ სწორედაც ასე ვთქვათ შეწყმაში ან სინთეზში არის აი საზის იდეა რომელიც უნდა რომ ჯავახიშვილს გადმოწეს ახლა რაც შეეხება თქვენს შეკითხვას მე არ ვიტყოდი რა რაღაცა საცდურებად არის ეს რუსეთი მაინც და მაინც აღქმული ხო უბრალოდ ეს არის ცდელობა სხვადასხვა პერიოდებში აი ეს რუსეთის სივრცე რაღაცნაირად ავითვისოთ ხო ანუ მე-20 საუკუნეში ხდება ეს უფრო რაღაცა ავანტურისტული ტერიტორია ხო მე-19 საუკუნეში არ არის ეს ასე მე-19 საუკუნეში რუსეთი არ არის რაღაც ავანტურების ადგილი, კიდაც ინტელექტინდაც ასე ვთქვათ, ფინანსური, კიდაც სექსუალური. მე-19 საუკუნისთვის რუსეთი არის ასე ვთქვათ, რაღაცა კონკრეტული ინტელექტუალური გაცვლის ადგილი, ხო? ანუ რა ვთქვათ, თერგდალეულების მიდიან იმისთვის, რომ რაღაცა ისწავლონ, ოღონდ ისე ისწავლონ, რომ წამოიღონ და მე ასე ვთქვათ, თავის სამშობლოს გაანდონა რა. მაგრამ კიდე ერთი მნიშვნელოვანი რაღაცა, რაც მინდა თქვა, ის არის, რომ ჩვენ სულ ლაპარაკობთ სიმბოლურ რეპრეზენტაციებზე, რა. ჩვენ ვართ სიმბოლოების დონეზე ხა ჩვენ პირდაპირ ვერ ანუ რეალურად ეს რაც ხდება ამ სიმბოლურ რეპრეზენტაციებში რა გნებავს რაფიელ ერისთავის ეს ლექსია რა ეს არის უბრალოდ
სიმპტომი იმისა, რომ რეალობა შეიძლება იყოს სულ სხვა, ხო? ანუ რეალურად ანუ თუ კი სიმბოლურ დონეზე ასიმილირებული უცხოეთში ქართველი არის უარყოფითი პერსონაჟი, ხო? გნებავთ თქვა სიტყვაზე ეს რაღაც კიდეც ყვაჭიში რაც ხდება და კიდეც მიმინოში ეს პაპიშვილის მაგალითი, ხო? ანუ დეგრადირებული ცუდი ტიპი რაღაცა საზღარი ეს არის ასე ვთქვათ მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლური რეპრეზენტაცია, რომელიც არანაირად არ ასახავს ასე ვთქვათ რეალურად ჩვენ ვიცით რომ რაღაცა მილიონი და ამის ბილიონი ქართველი ძალიან წყნარად და კარგად გადასარევად ცხოვრობს კიდეც რუსეთში და კიდეც სადღაც სხვაგან, არა, მაგრამ ეს არის უბრალოდ აი ეს რაღაცა პატრიოტული დისკურსი საქართველოსი, რომელიც რა თქმა უნდა ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენს ქართულ იდენტობაზე და მას ასე ვთქვათ აძლევს იმდენად ძლიერ ფორმას რომ ფაქტიურად იქცევა ჭავჭავაძიდან ერისთავამდე პერიოდში სწორედ ავტოქტონურ დისკურსად. ანუ ის ქართველს აბავს ფაქტიურად თავის სამშობლოზე იმ დონეზე, რომ ის ასე ვთქვათ დაკავშირებულია თავის სამშობლოსთან როგორც ხე, როგორც სცენარი. ამ ტექსტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გამოხატულება არის წერილი ნაძვებს ბოდერძი ჩოხელის, ხო, სადაც ადამიანს ნაძვი ამოუვა და მე თავის თავს ჩაიგავს და ასე ვთქვათ პირდაპირ მნიშვნელობით თესოც გაიგავს და გადაიქცევა ნაძვად, ხო? ეს არის ასე ვთქვათ ქართული ავტოქტონიის უკიდურესი მაგალითი. ოღონდ ეს იმას გვიჩვენებს, რომ ასე ვთქვათ ეს არის აი იმპერიუმობისგან თავდაცვის მოდელი. ამითი აი პატრიოტული დისკურსით, რომელიც ასე ვთქვათ არის ასევე სარკისებური ანარეკლი ტექსტისა, რომელიც მეტაფორულად აი გავიხსენოთ მაგალითად ტოლსტოის ხის ჭრა რა, ჭრის ხეს ასუფთავებს ტერიტორიას თავისთვის და ეს პირიქით ამ ტერიტორიას რაღაცა კბილებით, კლანჭებით და ფესვებით იჭერს და ეკიდება, ხო? ამ ჩარჩოში უნდა ვიფიქროთ ალბათ ამ ტექსტებს, ამ სიმბოლურ რეპრეზენტაციებს. მინუს მაგალითს მინდოდა რომ ერთი ის რაღაც აღნიშნა გამოგეთებინა გამოგდა რომ არ აღნიშნე აი სომხეთის ანუ ეს მაგარტიჩიანის პერსონაჟი ხო ვინც არის ის ანუ ის გამოჩნდა რომ ფილმში საქართველოსთან მიმართებაში სომხეთი უფრო ახლობს და პოულოს მეც საერთოდ იმ იმპერიის ფონზე და ორივე პროვინციელია ეს ამის აღნიშვნა მინდოდა ეს რო არ თქვით რატომღაც მოხდა გულზე რატო არ ვიცი მაინტერესებს აი თანამედროვე ტექსტებს თუ თანამედროვე ლიტერატურაში თუ ხედავთ იმ ქრონოლოგიურ ხაზს აი რომელსაც მიყვებით მთელი ლექციის განმავლობაში თუ ხედავთ და რა სახით და ვის შემოქმედებაში ან ვის ნაწილებში ეს კავკასიელი დიახ ძალიან კარგი შეკითხვა არის, იმიტომ რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ამ იმპერიული ტექსტის აღქმისთვის, არა? ანუ ამ შემთხვევაში მართალია, რა თქმა უნდა, და ანუ რასაც ჩვენ ხედავთ ახლა მიმინოში ეს არის, რომ კავკასიელები მაინც რაღაცა მონათესავეები არიან, ხო? ანუ ერთმანეთთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე რუსები, სადაც ძალიან სწორი აი ეს იყო აზრი. ახლა თუ ნახავთ, რომ ილია ჭავჭავაძის დამოკიდებულება სომხებთან ის უფრო ასე ვთქვათ ნეგატიურია და ესეც არ არის შემთხვევით, იმიტომ რომ რეალურად ადამიანი, რომელიც აი რუსების წინააღმდეგ კავკასიელთან ნათესაობაზე ლაპარაკობს პირველად, ესე პირდაპირ ტექსტით არის ალექსანდრე ყაზბეკი. ყაზბეკს აქვს ეს ლექსი, სადაც ასე ვთქვათ, მოკლედ ყველანი კავკასიელები არიან მთის შვილები, თუმცა სომხები იქ არ არიან პირდაპირ დასახელებულები, მაგრამ კავკასიელებზეა ლაპარაკი, არიან მთის შვილები, კავკასიის შვილები, რომლებიც ასე ვთქვათ უპირისპირდებიან რუსებს, ხო? მაგრამ რაც ასევე არ არის უინტერესო, ანუ ეს ასე ვთქვათ, კავკასიელების ახმა კავკასიელებად ასევე იმპერიული ტექსტის ნაწილია, ხო? ანუ პრინციპში ლეონტი მროველიდან მოყოლებული, რომელიც ამბობს, რომ ეს რაღაც ჰაოსი, ქართლოსი, კავკასოსი და ეგროსი და ასე შემდეგ ნათესავები არიან, მას შემდეგ მე-19 საუკუნემდე იმის შესახებ, რომ ეს კავკასიელებს, ანუ მე-19 საუკუნემდე კავკასიელებს ნათესავების შესახებ ლაპარაკი არ ყოფილა. და აი ეს ლაპარაკი, ახალი ლაპარაკი, ამ ლაპარაკის განახლება დაიწყეს რუსებმა და მერე უკვე ასე ვთქვათ, ისევ სუბვერსიული აფირმაციის ასე ვთქვათ გზით დაიწყეს კავკასიელებმა თვითონ. ხო და ამის ასე ვთქვათ პოლიტიკური დაგვირგვინება შეიძლება იყოს სწორედ ზუსტად გამსახურდია ეს იდეა იმ ერთიანი კავკასიური სახლის შესახებ, ხო? ყაზბეგიდან არნოლდ ჩიკობავას გავლით ასე ვთქვათ გამსახურდია. და ქართულ ლიტერატურაშიც ეს კავკასიელების ნათესაობა პერიოდულად რაღაც ადგილად გვხვდება, მაგრამ ნუ ყველაზე ძლიერად და ყველაზე ემფათურად ყაზბეგთან.
მანმა პრეზენტაციამ გამიჩინა კითხვა დასავლეთის წარმოდგენა როგორ ხდება ქართულ ლიტერატურაში, ანუ დისკურსი დასავლეთის მიმართ როგორია. ზოგიერთ ამ შემთხვევაში, რომელიც მე ანიხილეთ, მაგალითად კვაჭი-კვაჭანდირაზეში, რუსეთი და დასავლეთი ერთიან სივრცეზე არის წარმოდგენილი, უფრო მეტად და დიფერენციაცია ისე ძლიერად არ ხდება. თუმცა რაფაელის თავის რო ავიღოთ, აქაც დავუშვათ ეს თემა რუსეთი და დასავლეთი როგორც დამოუკიდებელ სივრცეები არ არის და საუბარია იმაზე, რომ ჩვენ არ გავცვლით ჩვენ სანსკრიტებს და ასე შემდეგ. ანუ ეს არის თუ შეიძლება ასე ითქვას თანამედროვე პოზიციიდან ვთქვათ ანტიმოდერნული ან ანტიგლობალური ტექსტი, ანტიგლობალისტური ტექსტი. ბატონო? ამბობთ ასე. ამასთან დაკავშირებით შეიძლება. დიდი მადლობა, ასევე ძალიან კარგი შეკითხვა იყო, ეს ალბათ კიდე ცალკე სალაპარაკო თემა არის, მაგრამ ნუ სიტყვაზე სულხან საბასთან რო არ წავიდეთ და ისევ აი ამ ტექსტების დონეზე რო დავრჩეთ, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, დასავლეთი იმიტომ რომ სულხან საბას დროს ჯერ კიდე ასე ვთქვათ, აი ეს გურამიშვილის პარადიგმა მუშაობს, ჯერ კიდე შუა საუკუნეების პარადიგმა, სადაც ასე ვთქვათ, საქრისტიანო უპირისპირდება სამუსულმანოს, ხო, ან ქრისტიანული და არაქრისტიანული ტერიტორიები უპირისპირდებიან ერთმანეთს, მაგრამ უკვე მგზავრის წერილებში, ხო, გრიგოლ ორბელიანსაც აქვს ევროპაზე რაღაცები, მაგრამ იმდენად არ არის, რომ იქიდან რაღაცის ისეთი სერიოზული რაღაცის ექსტრაჰირება შევძლოთ, მაგრამ ილია ჭავჭავაძესთან შემოდის უკვე ეს ფრანგი, რომელიც პირველივე სტრიქონიდან უყურებს აი ამ რუსულ იმას, რა ქვია, პავოსკას და დასცინის მას, ხო? ანუ პრინციპში ილია ჭავჭავაძესთან უკვე ასე ვთქვათ, აქსიოლოგია არის ისეთი, რომ არსებობს ასე ვთქვათ, ესეთი ყალბი განმანათლებლობა, რომელიც არის რუსული და ნამდვილი, რომელიც არის ევროპული, ხო? ეს რუსული არის ასე ვთქვათ, ევროპულის კარიკატურა, რომელიც ვიღაცებს საქართველოში მიაჩნიათ ნამდვილად, რა? ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არის ამ დასავლეთის რეპრეზენტაციაში, რაც შეეხება ჯავახიშვილს, თქვა სიტყვაზე, მასთანაც ეს დიქოტომია, ანუ არსებობს დასავლეთი მაინც უპირისპირდება რუსეთს, ხო, თუნდაც იმ დონეზე, რომ თქვა სიტყვაზე კვაჭისთვის რუსეთი თუ არის ფულის შოვნის ადგილი, დასავლეთი არის ფულის ხარჯვის ადგილი, ხო, ანუ ეს აღარ არის, აქაც რაღაცა საზღვარიებლება, მაგრამ გარდა ამისა, თქვა სხვა ტექსტებს რო შევხედოთ სიტყვაზე იგივე თეთრ საყელოს, სადაც აი ეს ხევსური, რაც არ უნდა უცნაური იყოს, მოგზაურობს შვეიცარიაში და იქ საკმაოდ წარმატებული ადამიანიც არის, ხო, ერთ-ერთი ხევსური მეგობარია მთავარი პერსონაჟისა. ისიც დასავლეთი არის განათლების, განმანათლებლობის ცენტრი. ანუ პრინციპში დადებითად არის კონოტირებული. ჭილაძესთან რაც არ უნდა საინტერესო იყოს, რაც ძალიან საინტერესოა, დასავლეთი არის ორად გაყოფილი, ხო? ანუ ერთი არის ეს რაღაცა მეტნაკლებად ესეთი დისიდენტები, სადაც მიდიან ემიგრაციაში, ანუ რაღაც ფსევდო თავისუფლების ადგილი, რომელსაც უპირისპირდება ეს утоპიური კუნძული, რომელიც ასევე რუსეთის ტერიტორიაზე არ არის, მაგრამ უფრო დასავლეთის ტერიტორიაზეა, ხო? ეს თავისუფლების ძისამოსვლის კუნძული, რომელზეც ის ლაპარაკობს, არა? იმიტომ რომ თვითონ საფრანგეთის ადგილები, პარიზის ადგილები, რომელსაც ვთქვათ, ჭილაძე აღწერს კი არა და უბრალოდ სადაც ეს აველუმი მოგზაურობს, ისიც მაინც და მაინც უკეთეს არის, უფრო დადებითად არის კონოტირებული, ვიდრე ვთქვათ რუსეთი, მაგრამ მაინც არ არის თავისუფლების ადგილი. ხო, ან იქ არის ერთი პასაჟი, სადაც ის დასავლეთ ახალგაზრდობაზე ლაპარაკობს, რომელიც ასევე ასე ვთქვათ, არ არის თავისუფალი, ვერ თავისუფლდება და აი ერთადერთი ეს თავისუფლების ადგილი, ეს არის утоპიური ადგილი, რომელიც ასევე მაინც პირობითად უფრო დასავლეთისკენ. აი, მოკლედ ამის თქმა შეიძლება. მოგზაურობაზე ახსენეთ, მეჩნია რომ ქართველებს არ უყვართ მოგზაურობა თუ არ უყვართ და ეს უფრო იმის ბრალი ხომ არის, რომ დიდად წასასვლელი არსად არ ქონათ რუსეთის იქით. ახლა როცა შესაძლებლობები არის, ყველა გაქცევაზეა, ხო? და თქვენ ახსენეთ პროფესორი, რომელიც უნივერსიტეტში მუშაობსო და მას ჰქონდა ნარკვევები ქართულ მოგზაურთა შესახებ და ევროპის შესახებაც თუ იყო და ევროპაში წამსვლელობით თუ წუწუნებდნენ, ეგ მეინტერესებს. დიდი მადლობა, ასე ძალიან კაი შეკითხვა არის. ნუ ახლა ერთ-ერთი პირველი, ასე ვთქვათ, ტრეველოგი, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეს არის სულხან საბას მოგზაურობა ევროპაში, რომელიც ასევე არ ყოფილა, ასე ვთქვათ, ნებაყოფლობითი, მიუხედავად იმისა, რომ
დიდი რაღაცა უარყოფითი ემოცია ამ მოგზაურობის მიმართ არ არსებობს არა ანუ არის მაგალითად თეიმურაზ ბატონიშვილის მოგზაურობა ევროპაში რუსეთის გავლით სადაც ის მოგზაურობს იმიტომ რომ უნდა წავიდეს რაღაცა წლებზე სამკურნალოდ მიდის ასე ვთქვათ ასე არა ინტერესის გამო არამედ სამკურნალოდ და უმეტესობა ასე ვთქვათ ამ სამოგზაურო ტექსტების არის რელიგიური შინაარსის ეს არის მოლოცვების ტექსტები რომელიც ჩვენ გვაქვს ინტერესის გამო მოგზაურობები გვაქვს ძალიან ცოტა და ნუ აი ძალიან ბევრი სამაგიეროდ ისეთი ადგილები როგორც არის ვთქვათ აი გრიგოლ ორბელიანის იმაში რომ რა ის რა უბედურება ახლა საჯანდაბაში მივდივარ მჭდარიყავი სახში ხო ანუ იგივე ილია ჭავჭავაძის სამშობლო მთელი თქვენიშვილი განდებები თავსა და ასე სულ არ მინდა წასვლა მაგრამ მივდივარ ეს პათოსი რომ ასე ვთქვათ მოგზაურობა ზოგადად გინდა რუსეთში და გინდა სადაც გინდა ხო მიუხედავად იმისა რომ არავინ აბუძალავდა ასე წასვლას მაინც და მაინც არა და ნუ ეს იცვლება უკვე აი მე-20 საუკუნეში კვაჭი კვაჭანტირაძე შეიძლება ჩავთვალოთ რომ არის ერთ-ერთი წყალგამყოფი ტექსტი სადაც იქით აი ეს ასე ვთქვათ მიდრეკილება და სურვილი და ტოლვა უცხოს მიმართ სხვაგან წასვლის მიმართ იზრდება ხო მე-19 და მე-20 საუკუნის ტექსტები ამ თვალსაზრისით რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან პროფესორი რომელზეც გელაპარაკებოდით ეს არის ოლივერ რაისნერი რომელსაც აქვს პატარა სტატია გერმანულად დაწერილი ქართული მოგზაურობების შესახებ მე-19 საუკუნის ჩათვლით დუმბაძე გადაობს გონი მაგაზე რომ ქართველებს ვარო პარტ მოგზაურობა თავის ძიუში ამერიკაში მოგზაურობა ისტორიკად სცენარო თვითონ რომ აფრინდება და ყველა რომ უკვე უბედური ხდება და აფრენის მომენტიდან რომ რატო დატოვეთ თბილისი თუმცა არა თუ გადაობს მას აქვს მოთხრობა ელადოს რომელიც ასე ვთქვათ ქართული ავტოქტონური ტექსტის ერთ-ერთი ასე ვთქვათ ფუნდამენტური ის არის იმიტომ რომ ბერძენი რომელსაც ასე წარმოშობით ბერძენი ხო გვამიც კი უკან ბრუნდება ხო ანუ ეს არის და ჭილაძე არის ამ თვალსაზრისით ჩემპიონი ხო ანუ ანტიმოგზაურობების ავარი ავტორი არის ჭილაძე გზაზე ერთი კაცი მიდიოდა არც ერთი წარმატებული მოგზაურობა გასვლა სამშობლოდან იქ არა ან ხდება ან რაღაც აშინელება ემართება მოკლედ ანტიმოგზაურული ტექსტები გვაქვს ბევრი ქართულ ლიტერატურაში და ძალიან ცოტა სამოგზაურო ლიტერატურაც ასევე ნიშანდობლივი ტიბეტი არ არის ბატონო ტიბეტზე რო არის აი დათო დურაშვილი ვაღარ არის შეკითხვები მაშინ დავამთავროთ. დიდი მადლობა.